გაიშლება თუ არა ოპოზიციის ეროვნული საბჭო. გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელებმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა ცალკე ერთიანი სიის მიღმა მიიღონ. მიმდინარეობს მოლაპარაკები, არის ვარიანტი იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცალკე გავიდეს, საბჭოს სხვადასხვა პარტიები ცალკე, მაგრამ მიდის იმის ღრმა ანალიზი, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოს. არის გადაწყვეტილება ასეთი არ არსებობს, ჯერ საერთოდ არ განუხილია ეროვნულ საბჭოს საკითხი ზოგადად საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ. ხვალგეთით ყველაფერს. რა ხდება ოპოზიციის გაერთიანებულ საბჭოში? პრაიმ ტაიმში ჩვენ შეკითხვებს ლევან გაჩეჩილაძე პასუხობს. ქართველი ჟურნალისტი მძევლად საკუთარ სამშობლოში, ტელეკომპანია მზის ჟურნალისტი კვლავ აფხაზური მხარის ტყვეობაშია. ან ბაღავში დაუყოვნებ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაანთავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი. ან მე საქართველოს პრეზიდენტი მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაანთავისუფლოს ბასილაიას. ახლა არჩევანი არის ბაღავშის და არა ჩვენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის უნებელი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. შესაძლოა თუ არა ქართულმა პოლიციამ სოხუმში ჟურნალისტის გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩაატაროს და ნიშნავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმას, რომ ოფიციალური თბილისი საკუთარ პოლიციურ სპეცდანაყოფს სოხუმში ოფიციალურად შეუშვებს. პრაიმ ტაიმში ერთად განვიხილოთ თემა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სოხუმსა და თბილისს შორის. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას. ანალიტიკური ჯგუფი პრაიმ ტაიმი და TBC სტუდია წარმოგიდგენთ პოლიტიკურ თოქ-შოუს მთავარი თემებითა და მთავარი პოლიტიკური გმირებით. დღეს თბილისში რიტუალების ყოფილ სასახლეში საკუთარ რეზიდენციაში დაკრძალეს ბადრი პატარკაციშვილი. ვიდრე გადაცემის მთავარ თემებზე ვისაუბრებთ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო და დღევანდელი დღე მიუსამძიმრო ბატონი ბადრის ოჯახის თითოეულ წევრს, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ. ქართველი ჟურნალისტი, ტელეკომპანია მზის კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია კი კვლავ აფხაზური მხარის ტყვეობაში რჩება. ან ბაღავში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში. ეს საქართველოს პრეზიდენტის ულტიმატუმია. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება სოხუმში სპეცოპერაციით დასრულდეს? მოგწერეთ თქვენი მოსაზრება SMS-ებით 1011-ზე. დღეს ინტერაქტივში ასეთ შეკითხვას გთავაზობთ. სოხუმში დატყვევებული ჟურნალისტის გათავისუფლება უნდა მოხდეს ქართული პოლიციის სპეცოპერაციით, დიპლომატიური მოლაპარაკებით თუ აფხაზების კეთილინებით? ჩაერთეთ ინტერაქტივში. დღეს გადაცემაში ორ მთავარ თემაზე ვსაუბრობთ. იმაზე, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს სეპარატისტების მძევალი საკუთარ სამშობლოში და იმაზე, რა ხდება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ პოლიტიკაში. არის ვარიანტი, რომ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში ცალკე გავიდეს. ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა. დატოვებენ თუ არა ოპოზიციის ერთიან საბჭოს? ოფიციალურ განცხადებას რესპუბლიკელები ხვალ გააკეთებენ. მანამდე კი სტუდიაში ჩვენ შეკითხვებს ლევან გაჩეჩილაძე უპასუხებს, ხვალ ოფიციალურად გააკეთდება განცხადებას იმის შესახებ, ოპოზიცია ერთიანი სიით გამოვა არჩევნებზე თუ არა. მე მივესალმები ბატონ ლევანს, აღმშვიდობის. როგორ ჯანდებით? დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან სკანდალურად გაიჟღერა თქვენს მიერ გააკეთებულმა განცხადებამ, ბატონ ლევან, რომ არსებობს ვარიანტი ოპოზიციის მიღმა, ერთიანი საბჭოს მიღმა ცალკე სიით გავიდნენ რესპუბლიკელები. რესპუბლიკური პარტია რა სიტყვით სათაურად შევარჩიეთ ასეთი სათაური იშლება? რა ხდება ოპოზიციაში? ანუ ერთიანი საბჭო იშლება? ასეთი კითხვა დავსვით. იმედია პასუხები იქნება გულწრფელი და ხვალინდელ პრესკონფერენციამდე დღევანდელი გადაცემიდან მაყურებელი შეიტყობს რა ხდება საბჭოში. უპირველეს ყოვლისა ყველას მინდა გამარჯობა უთხრა და მივესალმო და კიდევ ერთხელ გავიზიარო მწუხრი ბატონი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის. მართლაც გულწრფელად ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ ისტორიაში სერიოზული დანაკლისია ბატონი ბადრი და მძიმე შემთხვევა მოხდა რაც მოხდა. რაც შეეხება საბჭოს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კითხვების დასმა არ გეშლებათ თქვენ და ისეთი კითხვა იქნება დასმული, რომ დღეს ძალიან მწვავედ ვილაპარაკებთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფერი სიმწვავის ამ საკითხს ჯერ არა აქვს. ეს არის
თუ საერთოდ? საერთოდ არა აქვს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათ ვარ დარწმუნებული რომ ეს საბჭო შეიქმნა ბრძოლისთვის, ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამდე ჩვენს წინ დასახულ ამოცანას ჩვენ არ შევასრულებთ, არ შევუსრულებთ ჩვენ ხალხს, ქართულ მოსახლეობას, მთელ საქართველოს იმ დაპირებებსაც დავპირდით. პირველ რიგში ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ დღესაც კვლავ მყარად დამჯდა გქონია რომ პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული და ერთიანი ძლიერი პარტიის ადგილი ისეთი პარტიის, სადაც არ მდის პოლიტიკური ანალიზი ჩვენ პარლამენტში ექსკლუზიურად არ არის, აი ეს თქმა მინდა, როგორც დღეს არის თქვათ ნაციონალური მოძრაობა და ამის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია ის, რომ 4 რამოდენიმე თვის ბრძოლის მერე ყველა ადამიანები ვართ და თან აბსოლუტურად განსხვავებული პერიოდი დადგა, იმიტომ რომ ჩვენ დავარქვით ამ ბრძოლას მეორე ტური, მაგრამ ბრძოლა თავის შინაარსით სხვა არის. სხვა არის, იმიტომ რომ მიკროდესაც იბრძოდა ერთი ადამიანი, დღეს ბრძოლა არის, რაც შეიძლება ბევრს მანდატზე. იმიტომ რომ ჩვეულებრივი პოლიტიკის წესი ესეთია, რომ პარლამენტში თუ მოიპოვებ უმრავლესობას და უმრავლესობა დღევანდელ პარლამენტში ნიშნავს 76 მანდატს, ეს უბრალოდ უმრავლესობა და 100 მანდატი ნიშნავს დაახლოებით ზუსტად არ გამიქცია, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც შენ გაძლევს საშუალებას, რომ შეცვალო ხელისუფლება და ვთვლი, რომ არჩევნები არის ერთადერთი დემოკრატიული გზა და სამოქალაქო დაპირისპირების ადგილი დღევანდელ საქართველოში და სურვილი არ არის. თუმცა ამ გაკეთებული განცხადებების გამო მე ნება მომეცით უბრალოდ შეგაწყვეტინებთ, ამაზე მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ მე და თქვენ. გამოითქვა ძალიან ბევრი ადამიანის თქვენი მხარდამჭერების უკმაყოფილებაც, ანუ ოპოზიცია, კონკრეტულად ლევან გაჩეჩილაძე ხომ არ გაურიგდა ხელისუფლებას, იყო ძალიან ბევრი მინიშნებები, უпростоრედ კითხვები ამის შესახებ, ამაზე მე ოდნავ მოგვიანებით დაგისვამთ პასუხს. მანამდე ბატონ ლევან, მე მესმის ანუ თქვენ გაქვთ ამბიცია რომ ეს იყოს მეორე ტური ერთიან ოპოზიციურ საბჭოს საქართველოსთვის მეორე ტური არა კონკრეტულად ლევან გაჩეჩილაძისთვის ეს უნდა იყოს საქართველოსთვის მეორე ტური რომელიც სამართლიანად რომ თქვათ არ შედგა და არ შედგა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების და უცხოელი დამკვირვებლების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ამას პირდაპირ ვიტყვი არ იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები მზად ხელისუფლების ცვლილებისათვის. ეხლა იქნებია როგორ ფიქრობთ? კი, ეხლა იქნება ყოველ შემთხვევაში ჩვენი შეხვედრები, ჩვენი მუშაობა ამ ადამიანებთან მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ესეთ უკანონობაზე ხმას აღარ მოიღებენ და არ იტყვიან რომ შავი არის თეთრი. კარგით, ბატონ ლევან, ვიდრე აქედან გამომდინარე დავამთავრებ აზრს წინგა. აქედან გამომდინარე მოცემულობა სხვა არის და ამიტომაც ამას უნდა შესაბამისი პოლიტიკური შეწყობა უნდა შეეწყო. რაც შეეხება ნამდვილად არ მინდა თავი ვიმართლო ვინ ვისთან არის შეკრული და როგორ არის შეკრული. არა, ძალიან აქტიურად დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მას შემდეგ მოდით მე დავაკონკრეტებ თუ შეიძლება. მას შემდეგ რაც ვთქვათ ოპოზიციის ერთიანი საბჭოს მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები სავარაუდო შიმშილობაზე კარვების ქალაქზე და რაც ჩვენმა მაყურებელმა იხილა რეპეტიცია ერთგვარი კარვებისა. როდესაც მეორე დღეს უცბად გახდა ცნობილი რომ ეს აქცია აღარ შედგებოდა, მე მოვისმინე ალბათ თქვენს და გავეცანი ძალიან ბევრი ადამიანის აზრს, ხომ არ მოხდა ერთგვარი გარიგებაო ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების სასარგებლოდ. ანუ ამ სტუდიაში ზუსტად წინა საღამოს ის იჯდა ორი ადამიანი თქვენი წარმომადგენელი, ეს იყო ირაკლი მელოშვილი, ეს იყო ეკა ბესელე, ორივე ამბობდა რომ ხვალ დილიდან ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას. როდესაც გამოვიდა ოპოზიციის ლიდერთა ეს განცხადება სახალხოდ საჯაროდ გაჩნდა ასეთი კითხვა. კი, რა თქმა უნდა, ეხლა საერთოდ მინდა ვთქვა რომ ჩვენს წრეებს პირდაპირ ვიტყვი. ვინ არიან თქვენი მტრები? ნუ ბევრი მტერი ყავს, ხა არ გვინდა რა. ავით საქართველოს უამრავი მტერი ყავს, ოპოზიციასაც უამრავი მტერი ყავს, სულ ხარია ჩვენი წარუმატებლობა და ბოდიში და ვინ რაჭორს ეტყვის მეორეს და გაიზიარებს, მე მილიონჯერ მარტო მიტინგზე შევწები ვარ, ისეთ სისულელებს ავრცელებენ ეგ შემოგდებული ადამიანები, რომ ხა ამაზე რომ ხა მე დავიწყო და თავი მართლო, ერთადერთი სამართალი და თავის მართლების ერთადერთი პოლიტიკა მდგომარეობს განვლილ დღეებში და ისტორიაში.
ხვალინდელი დღე დადგება, ზეგინდელი დღე დადგება, საქართველოს დაუდგება კიდე არჩევნების პერიოდი და საზოგადოება თვითონ განსაზღვრავს, ვინ არის მომხრე ბრძოლის, ვინ არის ამ ხელისუფლების გამოცვლის მომხრე და ვინ არის ამ ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასული. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, არ შეიძლება საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად აღიქვას აზრთა სხვადასხვაობა. აზრთა სხვადასხვაობა არის სწორედ ის, რისთვისაც იბრძვის ლევან გაჩეჩილაძე. დღეს რო ერთი ადამიანის დაშხოში ეკეთდება ყველაფერი, ამის გამო ვიბრძვი მე და აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ის ამბავია, რის გამოც იყო აზრთა სხვადასხვაობა. ზოგს ეგონა ისე და ზოგს ეგონა ასე და მე ვთქვი, რომ მე როგორც ყოფილ პრეზიდენტობის კანდიდატს მაქვს ყველა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მართალი რო გითხრათ ვერ გამერკვევია, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემი ხალხის და ქვეყნის წინაშე რომ მივიღო გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაინც როგორ თუ ჩვენ ამას დავარქმევთ ჩემთვის რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი ნდობის მანდატია და ყველას მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოუხადო ამ ნდობისათვის, მაგრამ მე გამოვდექ ის ადამიანი, ვისაც ნახევარ მილიონზე მეტი ხმა, მილიონამდე ხმა ავიღეთ უგნებავდა. ეს სიხარულთან ერთად ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა და პასუხისმგებლობა ხშირად არის ის, რომ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. კარგით, ბატონო ლევან. შეიძლება ეს გადაწყვეტილება იმ კონკრეტულ დღეს იყოს არა პოპულარული, მაგრამ მე ვთვლი, რომ პოლიტიკოსის მთავარი გადაწყვეტილებების მამოძრავებელი მარტო პოპულიზმი არ უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შედეგის მიღწევა. მე ვთვლი, რომ ჩვენ სამშაბათს კონკრეტულ შედეგს მივახციეთ, სხვა შორის 3 წელია სესიაზე არ ყოფილვარ და ხალხს სახეზე ვეღარ ვცნობდი უკვე და ეხლა იცნობთ ყველას? მე პირადად ნახევარზე მეც არ ვიცნობ დეპუტატებს სახელები და გვარები და სახელები. მინდა მათაც ბოდიში მოუხადო, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, მათი ბრალია. იმიტომ რომ თუ ხარ პარლამენტის წევრი აქტიური ადამიანი უნდა იყოს როგორც და რატომ არ იყავით მაშ აქტიური ადამიანი თუ ხართ პარლამენტის წევრი? აი ეს კითხვა ყოველთვის ხდება. ლევან გაჩეჩილაძე აპირებდა პრეზიდენტობას, მაგრამ შემდეგ უნდა გადამდგარიყო. ლევან გაჩეჩილაძე არის პარლამენტის წევრი, იგი სხვებს მოუწოდებს რომ თუ ხარ პარლამენტარი შენ უნდა იყო აქტიური პარლამენტარი, მაგრამ თავადვე ამბობს რომ 3 წელია პარლამენტში არ გამოჩენილი ვარო. არ გამოჩენილ, მაგრამ აქტიურობისაგან მე შორს არ ყოფილვარ. მე სულ გიხსნით ჩემო ქალბატონო ინგა რომ მე დავდიოდი ჩემს უბანში ხალხთებოდი და იმათი განწყობები ვიცოდი. პარლამენტში სიარულს აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ იქ იყო მორჩილი უმრავლესობა, რომელთანაც ლაბარაკსაც კი აზრი არ ქონდა. ის კი კანონის განხილვას კი არა, ლაბარაკსაც კი აზრი არ ქონდა. არავის საწყენად არ მინდა ვთქვა, მაგრამ თუ ხარ პარლამენტარი, ამა თუ იმ ფორმით არა აქვს მნიშვნელობა დადიხარ. ნახე რომ არანაირი აზრი არ აქვს სიარულს. ნახე რომ შავზე ითქმებოდა თეთრი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მე ვხვდებოდი ხალხს და მივხვდი ჩემი ლოდინის მდგომარეობაში როცა ვიყავი რომ აქ ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოვა, ენატკბილად მოუბარი გადავდე გვერდზე და წავედი და ბოდიში და წამოვწექი პარლამენტის კიბეებთან, რამაც ვთვლი რომ ძალიან სერიოზული შედეგები მოგვიყვანა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სხვა საქართველოში, შედარებით სხვა საქართველოში, თუმცა ბრძოლა არის. შედარებით სხვა საქართველოში, რასთან შედარებით? რომელ საქართველოსთან შედარებით? 28 სექტემბრამდე პერიოდთან შედარებით. ანუ დამიკონკრეტეთ რაში გამოიხატება ეს სხვა? პირველ რიგში დანიშნულია გაზაფხულზე არჩევნები, თურმე ამას ძალიან დიდი ცხემატყება და ხალხის დაჭერა უნდომებია, რომ გაზაფხულზე არჩევნები დანიშნული. მეორე რიგში ჩვენ საზოგადოებრივ მოუწყებლობაში ყავს ახალი სამეთვალყურეო საბჭო. მესამე რიგში ნაკლებად აქტიურია დღეს ამ პერიოდში ის პოლიციური აპარატი, რაც ადრე იყო უფრო აქტიური. მე ვხვდები ჩემ მეგობარ ბიზნესმენებს და ისინიც მიდასტურებენ ამას ბიზნესთან დამოკიდებულებაში. და ასე შემდეგ. რა ხელისუფლება შეიცვალა? ხელისუფლება დამარცხდა საზოგადოების აზრში. ხელისუფლება დამარცხდა. ხელისუფლება როდესაც და ინერტული გახდა ფიქრობ? დამარცხებული გადახედა, ყოველ შემთხვევაში აქვს მცდელობა, რომ გადახედოს რამდენი დაპირებები პენსიონერებისადმი, გაჭირვებულებისადმი, იქ რა ქვია ბენდუქიძე ვითომ მოაშორეს თავის პოსტს, ვითომ შეცვალ-შემოცვალეს მთავრობა, ვითომ წამოვიდნენ, ეხლა კონკრეტულ მოლაპარაკებ, თუმცა არის კონკრეტული შედეგები და
აბსოლუტურად ის საქართველო აღარ არის, რაც იყო წნეხის და პოლიციის სხვა არის, მაგრამ კარგი არ არის. ეხა ეს რო გახდეს კარგი, ამას ჭირდება ბრძოლის გაგრძელება. კარგით, ბატონო ლევან, ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ აი ამ სავარაუდო გარიგება არ გარიგებაზე. ლეიბორისტების განცხადება მინდა მე გავიმეორო დღევანდელ ეთერში. ხელოვნური ბლოკები და ხელისუფლებისთვის სასარგებლო თამაშები არის სისტემა, რომელსაც უფრო უარესი შედეგები მოაქვს მოსახლეობისთვის, ვიდრე თავად ხელისუფლების თავნებობას. მოსახლეობის დაკვეთების შესრულების მაგივრად ოპოზიციის მხრიდან მოხდა ხელისუფლებასთან გარიგება. რა სიტყვით ამ განცხადებაზე თუ არ ვწდები ეს გიორგი გუგავას ეკუთვნოდა ეს განცხადება. ანუ ეჭვი გამოთქმული, რატომ აგორდა ეს ეჭვი? შესაძლებელია იმიტომ, რომ აი დაიწყო ამ მემორანდუმის გარშემო რაღაც კონკრეტულ შეთანხმებებზე მოლაპარაკება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, იგივე ოპოზიციური პარტიების მხრიდან რატომ გამოითქმის ასეთი ეჭვები? უპირველეს ყოვლის რამდენიმე მიზეზი აქვს ამას. პირველი მიზეზი არის ის, რომ ისინი მათ გონიათ, რომ ისინი არიან კონკურენციაში სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან პარტიებთან და რაც უფრო დააკნინებენ მათ თავის გამონათქვამებით გონიათ, რომ ის თვითონ მოიპოვებენ ბებქულას, რაც ნამდვილად ამჯერა და არც ვაპირებ ამ განცხადებაზე პასუხს. და არც არასდროს არ უპასუხებ ლეიბორისტების განცხადებას, იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს ისინი იყვნენ საბჭოს წევრები და გავიდნენ და ანალოგიური სხვასაც შეიძლება ეთქვა, მაგრამ მე ვიყავ ის კაცი, რომ არავის იქ არაფერი არ ვათქმევენ. არც არასდროს სულ რო პასუხილები იძახონ, მაინც ჩემ მეგობრებად ჩავთვლი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. თუ არა აქვს მათ ეს მიზანი, ეს სხვა არის. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, რომ ისინი არიან და იქნებიან სულ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები და ოპოზიციურ ფრთას სულ და კონდეს ერთი მიზანი. პირველი კატეგორიის მიზანი და პირველი პრიორიტეტის მიზანი ეს უნდა იყოს ის, რომ შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. ლეიბორისტებს მოусმინოს სულ განცხადებას აკეთებენ. მე ყოველ შემთხვევაში რაც თავი მახსოვს. მე არ ვაპირებ ლეიბორისტებს ან თავდასხმას, ან მათ თავდასხმაზე პასუხისგაცემას და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, არა მარტო დღეს, არასდროს. მე ჩემი ქმედებით, ჩემი საქციელით და ჩემი ბრძოლის უნარიანობით და ბრძოლაში ჩაბმით პასუხს გავცემ ყველა იმ კითხვაზე, რაც დაიბადება გინდათ ჩემს წინაშე, გინდათ ჩემი მეგობრების მე არ ვიცი დარბაზში ექნება თუ არა ვინმე სურვილი ლევან გაჩეჩილაძესთან დიალოგში შესვლის არა იმე კითხვის დასმის. მე მინდა ბატონო ლევან გავიმეორო შეკითხვა, რომლითაც საერთოდ დაიწყო ჩვენი დღევანდელი საუბარი. ოფიციალური განცხადება გამოითქვა დღეს ასეთი ვარაუდები და გაკეთდა ასეთი განცხადებები. გაკეთდება ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო გადის ამ არჩევნებზე ერთიანი სიით თუ არ გადის? მიპასუხეთ, ტოვებენ რესპუბლიკელების საბჭოს? არავინ არაფერს ჯერჯერობით არ ტოვებს, უბრალოდ ლაპარაკი დაიწყო. ესე იგი იმის მერე რაც პატარა პოლიტიკური ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგვეცა და ცოტა რაციონალურ სიმტყეში გადაგვეტანა ჩვენი მომავლის განხილვა, უბრალოდ ძალიან ნორმალურია, რომ დაიწყოს ლაპარაკი, რაგვარი დასახელი იწერება იმ საპარლამენტო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, თუმცა კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელები რჩებიან თუ გადიან ცალკე პოლიტიკური თამაში. იმას კიდევ ერთხელ დავადასტურებ. ამ ლაპარაკის შედეგად, რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა იმისა, რომ თქვათ რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღოს მარტო არჩევნებში. არის ახლა ამ შესაძლებლობა, ამის არ და თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ პირადად ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია არის ის, რომ რჩებით ერთიან საბჭოში. აბა მე არ ვიცი შუაში ბრძოლის მიტოვება. მე ერთიანი საბჭოში დავრჩები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ამა თუ იმ ფორმით ერთიანობა. იცით, მე არ მყავს ჩემი პარტია. ეხლა მე რომ ვიყო კონკრეტული პარტიის ლიდერი, მე რომ მქონდეს კონკრეტული ამოცანები, ჩემი ვთქვათ, ეს იქნება პლატფორმის შესახებ, ეს იქნება ვთქვათ რაღაც კონკრეტული საქართველოს განვითარების კონკრეტული მიმართულების შესახებ, სადაც ეს ამ პარტიას უნდა ყავდეს თავისი ინფრასტრუქტურა რაიონებში, ადგილებში, სხვა მე ვიყავი ყველა ამ ადამიანის თანამებრძოლი, მე ვიყავი ყველა მათი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი მათი, მაგათმა ამირჩიეს მე და მე დავრჩები პარლამენტის არჩევნებამდე, მე რა მოხდება ამას ნუღამ. რომელი ნომერი იქნება ლევან გაჩეჩილაძე? გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თითქოს შესაძლებელია ერთიანი ეროვნული საბჭოს თუ ასეთი
ესეთი ერთიანი სია იარსებებს, ნომერ პირველი გახდეს უეცრად ირაკლი ოქრუაშვილი. ამ დღეებში ძალიან აქტიურად საუბრობდნენ კულუარებში ამ თემაზე. რა სიტყვით ბატონო ლევან, ვინ იქნება პირველი ნომერი? ეს იქნება კვლავ ლევან გაჩეჩილაძე, პირველი, ანუ მათი პირველი კანდიდატი, თუ შესაძლებელია მართლაც ირაკლი ოქრუაშვილის თემა წამოიწიოს, ანუ ახალი სისხლის გადასხმა, რომელიც საჭირო გახდება ვთქვათ არჩევნების წინ, რა სიტყვით? მართალი რომ გითხრათ, ხა კულუარებში ვილას ლაპარაკობს ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ ხა სულ ამას უსმინოთ, ვინ გასლაპარაკობს კულუარში, შეიძლება სურჭკუაზე არ ვიყოთ ხა ჩვენს ყველა. ესეთი საკითხი არც დამდგარა საბჭოზე და არც არასდროს დადგება, იმიტომ რომ ჩვენ ყარად ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურისთვის და საკითხი ესე არ დამდგარა და ახლა თავის მართლობის პოზიციაში ნუ ჩამაყენე. არ დამდგარა ესეთი საკითხი. რჩება ლოზუნგი საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ალბათ კანონმდებლობით მივახცევთ იმას, რომ პირველი ნომერიც დაგვრჩეს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ იქნება უსამართლო, რომ არ დაგვრჩეს პირველი ნომერი. წერია კანონში, რომ პარტიიდან გადაეცემა პრეზიდენტობის კანდიდატს და პრეზიდენტობის კანდიდატიდან თუ პარტიას გადაეცემა, ეს არ წერია. ვთვლი, რომ ეს რო არ წერია არის usამართლო, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული ატრიბუტი და იქნებით პირველი ნომერი თქვენ? პირველი ვიქნებით, პირველი. კარგით. მოდი დარბას მოусმინოთ და არ დამდგარა და ეს საკითხი ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია, არჩევს რუგს უკან დამდგარა, არც საბჭოს არც ერთ წევს არ უთქვია და არ ვიცი, ნამდვილად ხა განსაჯელად. არცელებენ საერთო ხმებს კულუარებში. ყვითელი კითხვა უფრო მგონია, ვინმე სერიოზულად. კარგით, გისმენთ? მე მაქვს შეკითხვა ბატონ ლევანთან, როგორც ერთიანი ოპოზიციის ლიდერთან და ერთ-ერთ პრეზიდენტობის კანდიდატთან. ბატონ ლევან, რატომ ჩათვალეთ თქვენ, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ პირდაპირ ღია ეთერში შეიძლება შეიგინოთ? მე მართალი გითხრათ, მეგონა რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, როცა თქვენ ეს მოგეცემოდათ, ბოდის მოიხდიდით, იმის გამო რომ აღელდით, მაგრამ გააკეთეთ ისეთი განცხადება, რაც ჩემის აზრით, ნუ კიდევ უფრო ტუტუცურია, რომ განმარტეთ მათ შორის განსხვავება. კორექტულად ვამბობ, შეიძლება მე მაქსიმალურად კორექტული ვარ ამ შემთხვევაში. და რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება ესეთი სიტყვით გამოვიდეს კაცი, რომელსაც ამბიცია აქვს საქართველოს პრეზიდენტობაზე? კარგით, დიდი მადლობა. მაინტერესებს და ვინ არის ეს კაცი, რომ მე მეკითხება ბატონი ლევანი, მე მინდა და ლევან ჩოლოყაშვილი. და კონკრეტულად ლევან ჩოლოყაშვილი გახლავართ, კი ბატონო, აი თუ გნებავთ იცოდეთ ვინა ვარ. თქვენ როგორც პირდაპირ ეთერში მაშინა ესეთი შეურაცხყოფელი და ქართველი ადამიანისათვის მიუღებელი სიტყვა წარმოთქვით, არა, ეხლა გაეძლევათ საშუალება და მე ალბათ შემოგთავაზებდით, რომ პირდაპირ ღია ეთერში ასევე ბოდიში მოიხადოთ ეხლა აი ამ სიტყვებისთვის. დიდი მადლობა, ბატონო ლევან, გისმენთ? მე მაშინ განმარტოთ, შევიდეთ პოლემიკაში, რამდენად ესე მithumetes ჩოლოყაშვილს განერიულებთ შეგინების საკითხი. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო პირდაპირ ეთერი. ეს იყო მიტინგზე, სადაც მე ვშიმშილობდი. თქვენ თუ გახსოვთ ეს სიტუაცია, ეს იყო მიტინგზე, სადაც მიდიოდა გაგანია შიმშილობა. და მიდიოდა გაგანია შიმშილობა ალყა შემორტყმული ოპოზიციის თვალწინ. ეს იყო მიტინგის კადრები. მეორე რაც მინდა თქვა, არასდროს ბოდიშის მოხდა მე არ მიჭირს და ეხლაც მოვიხდი, თუ ვინმეს მე საზოგადოებისთვის არ შემიგინებია და თქვენ იცით რომ და განმარტე იმიტომ რომ მომისმენ მე რომ ქალბატონ ინგასთან გადაცემაში მოვედი ჩემშვილებთან ერთად და იმ გადაცემაში ამის გამო ბოდიში მოვიხადე, მაგრამ განმარტე კიდევაც თქვენ მე მგონი ამ გადაცემისთვის არ გიყურებია. მაგრამ ერთი წუთით ინგა ძალიან გთხოვთ რა. ერთი წუთით თუ მე ვინმეს რამე ამ შეგინებით ვაწყენინე, ყველას მინდა ბოდიში მოუხადო, მაგრამ გინებას ადრესატი არ ყავდა. ამის განმარტება მინდოდა. თუ თქვენ იცით რა არის გინება, შეაგინე და შევიგინე, სხვადასხვა მცნებაა ქართულ სინამდვილეში. გინებას არ ყავდა ადრესატი, მაგრამ თუ ვინმეს მე ამით გული ვაწყინე, პატარა ბავშვი იქნება, ეს დიდი ჩოლოყაშვილები იქნებიან, დადიანები თუ გაჩეჩილაძეები, ყველას მინდა ბოდიში მოუხადო. კარგი, დიდი მადლობა, ბატონო ლევან, გისმენთ ერთი-ორი რეპლიკა და შემდეგ მე ბოლო კითხვას დავუსვა ბატონო ლევან. ტელემაყურებლებს მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, მე არ შემიძლია რომ ჩემი აზრი არ დავაფიქსირო, სიცხვილია, უბრალოდ მცხვენია, რომ აი რაღაც ასეთ უბრალო რაღაცებზე შეიძლება ვიკამათოთ. მე ერთს გეტყვით, ბოდიშის მოხდა, მოუწევს და უნდა მოიხადოს თქვენმა პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა, დე-ფაქტო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ჩარეცხილები, ჩასარეცხები, გაფარჩაკებულები და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამ გვიწოდა. ეხლა უბრალოდ ბატონმა ლევან
ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ავართ ის ქართული საზოგადოება, რომელსაც 7 ნოემბერს მოხვდა და ჩვენგან შეიძლება შეგვეშალა, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყო კორექტული, ამისთვის ბატონმა ლევანმა ბოდიში მოიხადა და მიამაყება, რომ ბატონი ლევანი არის პრეზიდენტობის კანდიდატი და მან ეს თხოვნა შეასრულა ასე თუ ისე, მაგრამ ბოდიშის მოხდა მოუწევს სააკაშვილს. დიდი მადლობა. აქეთაც ერთი მიკროფონი თუ შეიძლება მიშა ზევით გადააწოდეთ და შემდეგ მე ბოლო კითხვას დაუსვამ ბატონო. გინებისთვის პოლემიკას ნუავტეხავთ. საკითხებზე არავითარ შემთხვევაში პოლემიკას არ ავტეხავთ. თუ შეიძლება შეგინების და დაგინების თემას არ შევეხოთ. ძალიან სერიოზული ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში და სწორედ დღის მთავარ თემაზე უნდა დავსვამ. ამით მინდოდა დამეწყო მე ჩემი შეკითხვა. კი ბატონო, უკაცრავად ჩემი რეპლიკისთვის. 20 წუთია რაც მიმდინარეობს ეს გადაცემა და პოლიტიკური არგუმენტები იმისა თუ რატომ შეიძლება დაიშალოს ოპოზიცია ან რატომ შეიკრა საერთოდ ეს ოპოზიცია. რატომღაც არ გაისმა ეთერში. მე გამოყოფდი აქ სამ საკითხს. პირველი, თუ რატომ შეიკრიბა ოპოზიცია? ჩემის აზრით და ჩვენის აზრით ოპოზიცია შეიკრიბა ერთადერთი მიზნის გამო, რომ გაეწიათ ქართული პოლიტიკური სტრუქტურების დისკრედიტაცია. რატომ დაიშალა ქართული ოპოზიცია დღევანდელი? დაიშალა იმიტომ, რომ დასრულდა პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხი. რატომ შეიძლება ისევ შეიკრიბოს ეს ოპოზიცია და ისევ გაერთიანდეს მხოლოდ ერთადერთი მიზნით? ეს არის პოლიტიკური არგუმენტი. იმიტომ რომ მან შეძლოს პარლამენტის მუშაობის ჩაშლა, პარალიზება. მაგრამ ამას ქართველი საზოგადოება მე მგონი აღარ დაუშვებს. კარგი, დიდი მადლობა. ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი და ბატონო ძალიან გთხოვთ წარმომიდექით ხოლმე, იმიტომ რომ სახელი და გვარიო, ბატონი ლევან. პირველი შეხვედრა არ არის, მე ლაშა ხეცურიანი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია. კარგი, დიდი მადლობა. გისმენთ. 4 თვის მერე ჩვენ ბატონო ლაშა ალბათ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ეს ყველაფერი წინ დაგვიხდება ყველა ნალაპარაკები. მე კატეგორიულად ვიძახი, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების ლუსტრაცია. თქვენ სხვა სიტყვა ითხოვთ, მაგრამ მე ამ სიტყვას ვიტყვი. ჩვენ ცხოვრობთ და ცხოვრობდით პოლიციურ ქვეყანაში. ჩვენი პარლამენტი იყო არაქმედითუნარიანი, ჩვენ არ აგვყავს სასამართლო, დღესაც კი ეს არის სუბიექტური სუნით გაჟღენთილი სასამართლო და ამისი ლუსტრაციისთვის საჭირო იყო ყველანაირი ბრძოლა. და ესად თუ შეიძლება დავამთავრებ, მე კი ბატონო შევიდეთ პოლემიკას. არა, პოლემიკის გარეშე. არ სწორედ ამიტომაც გაერთიანდა ოპოზიცია და ოპოზიციის გაერთიანება ეს არ იყო მარტო ოპოზიციის, ეს იყო ძალიან დიდი სოციალური შეკვეთა. ხალხს აღარ უნდოდა ამ ხელისუფლების წიაღში ცხოვრება. აღარ უნდოდა. და ეს დაამტკიცა კიდევაც არჩევნებმა. მიუხედავად დიდი გაყალბებისა და ფალსიფიკაციისა, ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ხმები. და სწორედაც რომ არ არის თქვენი პრეზიდენტი ლეგიტიმური, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მოვიპოვეთ ვერც ერთი ვიდეო მასალა 97 და 15%-ის მიღების შესახებ. ფიზიკურად არ გვაქვს. სარჩელებს არ გვიკმაყოფილებენ. მარტო ჩვენი სინდისის ხარჯზე იყო, რომ ჩვენ არ დაუშვით ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება. დიდი მადლობა. რაც შეეხება ბოლოს პარლამენტს, ხო? პარლამენტი თუ თქვენ დღეს გონიათ ქმედითუნარიანი, ძალიან მაგრად ცდებით შემოკარგო რა. ჟურნალისტი რო იტყვის, რომ 50%-ს არ ვიცნობო, ის პარლამენტი არის სასწრაფო წესით გამოსაცვლელი. ეხა მე ნუ დამაბრალებ ძალიან ხო? მე ყოველ გადაცემაში დავიღალე რეპლიკებს. ეს მე რო არ ვიცნობ კიდე გასაგები არ დავდიოდი, მაგრამ ჟურნალისტი კარგი, დიდი მადლობა და მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა. ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს ჟურნალისტის წამება და გაათავისუფლოს იგი, ან მე მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს ბასილაიას სოხუმში. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი. ჩვენ რამდენიმე წუთში გადავდივართ სწორედ ამ თემაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სოხუმსა და თბილისს შორის. მე მაინტერესებს როგორია ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური შეფასება. რას იტყვით ამ განცხადებაზე, რა პროგნოზს გააკეთებთ და შესაძლებელია თუ არა მართლაც რაღაც სპეცოპერაციის მოწმეები გავხდეთ თუ ახლოეს მომავალში ქართული პოლიციის მხრიდან. რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ვილაპარაკო. ამ საკითხს აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მომენტიც და ძალიან ბევრი დადებითი მომენტიც.
პირველ რიგში ძალიან ცუდ დროს ხდება და ცუდ ფონზე. ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ეს არის იმის მერე, რაც სააკაშვილი ბრძანდებოდა მოსკოვში და ძალიან დიდი ალბათობაა, იმიტომ რომ მე არ ვფლობ ინფორმაციებს და არ შემიძლია გაჭირთვა, არსებობს იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული პროვოკაცია. პროვოკაცია რო ხდება, მე შედეგებით ითვლიან, რომელი მხარიდან მოხდება ეს და ეს ამის მთავარი მიზეზი, რომ პროვოკაცია არ მოხდეს, არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში, რომელიც მე ჩვენი სახელმწიფოს მოღვაწეების პირიდან არც მსმენია და არცაც წამეკითხავს. რა უნდათ, როგორ უნდათ, აფხაზები რას თვლიან, როგორ თვლიან, რა საკითხები ისმევა მოლაპარაკებებზე. პოლიტიკა რომ გამხდარიყო ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტი. აი თქვენ ერთ ფრაზაში როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ჩამომიყალიბებდი თქვენ EU პოლიტიკას? ჩემისეული პოლიტიკა არის ის, რომ რუსეთთან ჩვენ უნდა დავანებოთ იმ რიტორიკას, რასაც უზდელური რიტორიკა ქვია. რუსეთი უნდა განვიხილოთ მხარე და აქედან გამომდინარე მხარის ჯარს იქარანაირი საქმე არ აქვს. აფხაზეთთან უნდა მივიდეთ, წავიდეთ პირდაპირ მოლაპარაკებებზე და საქართველოში უნდა დავაყენოთ ის სოციალური ვითარება, რომ ხალხი შიმშილისგან კი არ კვდებოდეს, არამედ საქართველოს მოქალაქეობა იყოს ღირსების საკითხი. როგორც შემოსავლით აფხაზეთის მაგალითისთვისაც. რატო უნდა მთელ ქვეყანას შვეიცარიის მოქალაქე რო გახდეს? იმიტომ რომ იქ ცხოვრება არის ყველაზე კარგი. ეს არის ჩემი 4 ძირითადი პუნქტი ამ საკითხთან მიმართებაში და თვლი რომ ეს 4 პუნქტი ძალიან მნიშვნელოვნად შესაძლებელია კარგად იმუშაოს და მეხუთე რაც ყველაზე მთავარია ეს ტოლვილები და სულ მაგას ვიძახი. ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლვილების მასპინძლები, ისინი უნდა იყვნენ სტუმრის სტატუსში სულ სტუმრის ყურადღების სტატუსში. ყველაზე უყურადღებოდ ჩვენ დღეს ტოლვილებს ვექცევით. ისინი როგორც ტოლვილების ფენა საერთოდ აღარ მიგვაჩნია, რამდენიც გნებავთ იმდენი მაგალითი. შეიძლება ეხლა შელამას და მართან ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ არ გავიხსენებ. ახლა სამინისტრო არაფერზე ხალხს ქუჩებში ყრიდნენ. როგორც კი მოხდა 7 ნოემბერი, მერე დაუწყეს ტერიტორიის დამტკიცება იმ 20 კვადრატული მეტრის, დაუწყეს რაღაც დახმარებების მიტანა. მანამდე არ ითვლებოდნენ საქართველოს სოციუმის სათვალავში და ეს არიან ის ადამიანები, რომელთა ხერხემალზეც უნდა გადაიაროს, გნებავთ მშვიდობიანმა დაბრუნებამ და გნებავთ ამა თუ იმ ფორმით ინტეგრაციამ აფხაზეთის მიწაზე ქართველების და აფხაზი ხალხის და თავარი ყურადღება ამ ხალხს უნდა მევაქცევთ. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილები, რომელიც მე როგორც გნებავთ საპროგრამო სიტყვა, გნებავთ მიზანმიმართული ქმედება, არასდროს არ გამიგია და უარესით სულ რაღაც ისეთი შტაბ-ბეჭდირება რჩება, რომ ეს აფხაზეთის თემა არის განუწყვეტელი პიარის და პროპაგანდის ნაწილი. მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ჟურნალისტი უნდა იყოს სასწრაფოდ განთავისუფლდეს. და თუ არ გაათავისუფლეს, ჩვენ დავსვით ასეთი შეკითხვა ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს არის აფხაზების კეთილნებაზე, ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური მოლაპარაკებით თუ ის რაც გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სპეცოპერაცია თუ საჭირო მე როგორც მაქვს ინფორმაცია, 64% სპეცოპერაციას უჭერს მხარს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აქედან ჩანს ისა? მე როგორც მაქვს ინფორმაცია, გაეროს გაუკეთებია განცხადება, სანამ სააკაშვილი გააკეთებდა განცხადებას, რომ აფხაზური მხარე მზად იყო ამ ჟურნალისტის გამოსაშვებად. ეს მე, მზად იყო სანამ სააკაშვილი კონკრეტულ ულტიმატუმს ესე იგი წარუდგენდა მაქსიმალურად ამოსაწურია დიპლომატიური ქმედებები, მაქსიმალურად ამ ვითარებაში ეხლა სპეცოპერაცია თუ დაჭირდა არც ერთი ქართველი სიცოცხლე არ არის ამათ, მაგრამ მით უმეტეს იმ ჟურნალისტის წვალება არ არის ამათ და თუ ეს იქნება გააზრებულად, მიზანმიმართულად დაგეგმილი, უფრო მეცაც გეტყვით, რამოდენიმე ადამიანი გნებავთ ოპოზიციიდან, საქმის კურსია შესაყვანი, რომ ასეთი მსგავსი ოპერაციები არ იყოს გაკრიტიკებული, ეს ყველა საერთო ინტერესია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაძლებელია მიიღო ის თამაშის წესები, რასაც ხელისუფლება იძახის. მაგრამ როდესაც განუწყვეტლივ ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გატყვევს, ეს თამაშის წესები მიუღებელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, მინდა გისურვოთ წარმატება. ბატონმა ლევანმა მაინც არ თქვა ოფიციალური განცხადება, ხო რა შეიძლება გააკეთეს ამ საგანგებო პრესკონფერენციაზე, თუმცა თქვენ მოისმინეთ ჩემთან ერთად, რომ იგი არ გამორიცხავს, რომ რესპუბლიკელები გავიდნენ ამ საპარლამენტო არჩევნებში. წარმატებებს გისურვებთ. ეხლა რომ თქვით, რომ პარლამენტში არ დავდიოდე, ეხლა რომ გახვიდეთ ივლით? როცა ჩავთვლი, რომ აზრი აქვს მისვლას, მივალ. როცა ჩავთვლი, რომ აზრი არ აქვს მისვლას, არ მივალ.
არ მისვლას პოლიტიკური ის არის რა ქვია კრედო და მოაზრება. კარგი, წარმატებებს გისურვებთ. ისე ჟურნალისტებთან ურთიერთობას თუ დაათმობდით, ურიგო არ იქნებოდა, ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ლევან გაჩეჩილაძე, მე მას ვემშვიდობები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ, როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენები სოხუმსა და თბილისის შორის ტელეკომპანია მზის ჟურნალისტი მესამე დღეა აფხაზური მხარის ტყვეობაში რჩება. ჟურნალისტის ოჯახი ამბობს, რომ ის დიდხანს ტყვეობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაძლევს საქართველოს ხელისუფლებას უფლება აქვს კონსტიტუციური ზომები გაატაროს აფხაზეთში, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე. ეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. შეიძლება თუ არა აფხაზეთში ქართველი ძალოვნების მიერ სპეცოპერაცია ჩატარდეს რამდენიმე წუთში ეთერში ვარ დაგველოდებით. ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში, როგორ ფიქრობთ, სოხუმში დატყვევებული ტელეკომპანია მზის ჟურნალისტის გათავისუფლება უნდა მოხდეს პოლიციის სპეცოპერაციით, დიპლომატიური მოლაპარაკებით თუ აფხაზების კეთილინებით, ასეთია ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. ჩვენი უთხვარი ინფორმაციით მიმდინარეობს ჟურნალისტის არამხოლოდ დაკითხვა, არამედ წამებაც სოხუმის იზოლატორში. მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფს და კარგად მომისმინოს, მისთვის კარგად გასაგებ ქართულ ენაზე უნდა ვუთხრა, ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო პოლიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს მოტაცებული ჟურნალისტი. და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ახლა არჩევანი არის მაგაფშზე, ამბობს იგი, ამას ვითხოვ დაუყოვნებლივ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე. ეს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება იყო, როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა ამ განცხადებას სოხუმში ქართულ სამართალდამცველთა სპეცოპერაცია მოყოს. ოფიციალური თბილისი იტოვებს უფლებას კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში განახორციელოს კანონიერი ქმედება. რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში გვერდება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, იგი კომენტარებს გააკეთებს დღეს მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე, ასევე ჩვენ გვექნება ჩართვა ენგურის ხიდიდან გატაცებული ჟურნალისტის ოჯახის წევრები ჩაგვექცევიან. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება რუსთავიორის ჟურნალისტ ემა გოგუხიას, რომელიც მუშაობს ამ წუთებში მოვლენის ეპიცენტრში და იგი ალბათ გაგვაცნობს როგორი არის ოჯახის პოზიცია. ასევე მე წარმოგიდგენ სტუდიაში ჩვენ სტუმრებს, მათ დიდი სიამოვნებით მივესალმები. თემური იაკობაშვილი, შოთა მალაშხია, პაატა დავითაია, საღამო მშვიდობის ბატონებო, ხო დაიკავოთ თქვენი ადგილები და ასევე ნინო გიორგობიანი, თენგიზ პაჭკორია, მაკა გიგაური, დავით ხიკვიშვილი, ჩემი კოლეგები, უფრო სწორედ ნინო და მაკა უკვე ყოფილი კოლეგები, დათო როიტერის ოპერატორი, ალბათ ძალიან ბევრ საინტერესო მომენტს გაიხსენებს თავისი ცხოვრებიდან, ერთს მაინც ყოველ შემთხვევაში, როგორ ხდება, როდესაც ჟურნალისტი ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას და მას ამ საქმიანობას ასეთი მეთოდებით უკვეთავენ. თენგიზ პაჭკორიას აქვს ალბათ ასევე ძალიან ბევრი მოსაყოლი, ისევე როგორც მაკა გიგაურს, ვიდრე მაკა იყო კორესპონდენტი, ასევე ტელეკომპანია მზის, იგი მოხვდა ტყვეობაში ცხინვალში და ცნობილი ნინო გიორგობიანი, რომელიც დატყვევებული იყო მინსკში. ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ რამდენიმე წუთში. მოდით ჯერ პირველ რიგში მე მინდა დაუსვა ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ბაქრაძეს, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო დავით, საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვით მე მინდა დავიწყო და მთლიანად ფაქტის შეფასებით მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება წინასწარვე ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება პირველი ქვეყნის პირველი დიპლომატის პოზიცია და არ ველით ერთგვარად შეიძლება ითქვა ძალიან მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს, მაგრამ მაინც საინტერესოა რა სიტყვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორ უნდა მოხდეს დატყვევებული ჟურნალისტის გათავისუფლება სპეცოპერაციით, აფხაზების კეთილინებით თუ დიპლომატიური მოლაპარაკებებით? გამარჯობა თინგა, საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემოყურებლებს. ალბათ შეკითხვის პასუხი ერთდროულად არის სამივე პირობა. მინდა განმარტო რატომ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარი არის დიპლომატიურ ხერხებზე და ჩვენ ვიყენებთ ძალიან აქტიურად ყველა იმ დიპლომატიურ გზას და საშუალებას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის შეხვედრები მეგობარი სახელმწიფოს ელჩებთან და მათი ჩართვის მოთხოვნა ამ პროცესში. ეს არის ცალკე ურთიერთობა რუსეთის ელჩთან და რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნა. ეს არის ურთიერთობა გაეროსთან და გაეროს მისიასთან და მათთან საკითხის დაყენება, რომ აუცილებელია
დაპატიმრებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივი გათავისუფლება, ანუ სრული სპექტრი დიპლომატიური საშუალებების, რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამავე დროს მე ვფიქრობ, ეს ინციდენტი წარმოადგენს შანსს აფხაზური მხარისთვის, რათა მათ გამოიჩინონ კეთილი ნება, არა მხოლოდ კეთილი ნება, არამედ ელემენტარული კეთილგონიერება და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც თავიდან აგვაცილებს შემდგომ გართულებას. რაც შეეხება თქვენი ინტერაქტივის პირველ ნაწილს, სპეცოპერაციას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე ბუნებრივია გაჩნდა ეს კითხვა. იგი გუშინ პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მაშინ თუ არ მოხდება გათავისუფლება ჟურნალისტის, იგი მისცემს პოლიციას განკარგულებას, უფლებას, რომ ჩაატაროს სპეცოპერაცია. როდესაც ამ განცხადებას აკეთებს ქვეყნის პირველი პირი, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, მე აი ახლა წინ მიდევს პრესა, თუნდაც აი გაზეთი ალია ომი იწყება, ასეთი სათაურით უკვე ქვეყნდება სტატიები. ანუ ეს არის პირდაპირი კითხვა. დიახ, რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, პირველ რიგში პრეზიდენტის განცხადება არის ზღვარის გავლება, სად გადის ამოქმედების ზღვარი და რა შეიძლება იყოს ამოქმედების ფასი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არის ქმედებები, რომელზეც ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ და რომლის გამოსწორებასაც მოვითხოვთ ძალიან მაღალი საფასურის ღირებულებითაც კი. ანუ ეს არის მათთვის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ფასის ჩვენება, რა შეიძლება მოყვეს მათი მხრიდან დიპლომატიის და კეთილი ნების იგნორირებას. ამ კონტექსტში არის სწორედ პირველ რიგში ეს განცხადება. ბუნებრივია ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რაღაც მოუმზადებელი ოპერაცია დაიწყება, ან დღეს ღამე ან ხვალ სასწრაფოდ რაღაცა ნაბიჯები გადაიდგება საქართველოს მხრიდან. ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური თემა და ჩვენ არ გადავდგავთ არც ერთ იმ ნაბიჯს, რომელიც რისკს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მაგრამ ისევ მეორებ, მათ უნდა იცოდნენ, დე-ფაქტო ხელისუფლება უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ზღვარი გადის ძალიან მაღლა და მათი მხრიდან პოლიტიკური ფასი ამის იქნება ძალიან მაღალი. თუმცა საინტერესოა, მე ოდნავ მოგვიანებით ჩვენ სტუდიაში უკვე ველი პოლიტიკურ შეფასებებს მე დავით ბაქრაძეს აღარ დაუსვავ ზედმეტ შეკითხვებს გამომდინარე ვთქვათ მისი დიპლომატიური სამსახურიდან, თუმცა საინტერესოა ერთი ოპოზიცია, არ ვიცი უსმენდით თუ არა, იგივე ლევან გაჩეჩილაძე წეღან ამბობდა, რომ მისი ინფორმაციით თითქოს იგეგმებოდა ჟურნალისტის გათავისუფლება და შემდეგ ეს შეფერხდა სააკაშვილის განცხადებითო. მე ხელთ მიჭირავს დავით გამხრელიძის ასევე განცხადება, სააკაშვილის უპასუხისმგებლო განცხადებამ ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლება შეაფერხა. აი ასეთ ვარაუდებს და ეჭვებს გამოთქვამენ ოპოზიციის ლიდერები. ბატონო დავით, მე მაინტერესებს ერთი რამ და საინტერესოა თქვენი პასუხი. რა სიტყვით, აი როდესაც ესე დაიძაბა სიტუაცია თბილისსა და სოხუმს შორის, როდესაც დათხოვებული არის ჩვენი კოლეგა და ჩვენ არ ვიცით მას გაათავისუფლებენ თუ არა, აფხაზური მხარე ამბობს, რომ იგი გასამართლდება აფხაზეთის კანონმდებლობის მიხედვით და ამ დროს ვრცელდება იგივე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს დილიდანვე გაჩნდა, ვრცელდება განცხადება, რომ მოსკოვს თბილისისთვის სოხუმის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების არაღიარების შესახებ გარანტიები არ მიუცია. შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში მოუხარშოთ. თქვენ როდესაც საუბრობდით, აჯამებდით ვიზიტს მიხეილ სააკაშვილისას მოსკოვში, მაშინ თითქოს ერთგვარად სხვანაირი იყო ეს შეფასებები. დღეს ისევ დაიძაბა სიტუაცია. პირველ რიგში რაც შეეხება განცხადებებს, ქალბატონო ინგა, მე ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შიდა პოლიტიკური ნიშნით ვინმესთან გავმართო პოლემიკა. მე ვფიქრობ, ეს არ არის ის თემა, სადაც რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს შიდა პოლიტიკური განცხადებებისთვის. ნებისმიერი ასეთი განცხადება თავისი შინაარსით არის სწორედ უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ეს არის თემა, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება შიდა პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, დამოუკიდებლად იმისა, რა ხდება ნებისმიერ სხვა საკითხში და სხვა მიმართულებით. ამიტომ მე მოუწოდებდი, რომ ამ კონკრეტულ თემაზე პირველ რიგში გამოვიდეთ ქვეყნის და არა ვთქვათ ვიწრო პარტიული ან ნებისმიერი სხვა ინტერესიდან, ამიტომ ამ თემაზე მე ნამდვილად არ ვაპირებ არც კომენტარს, არც პოლემიკას. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, როგორც იმ შეხვედრის მონაწილემ, რომ იქ იმ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ძალიან კაფიოდ მოისმინა, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. დღევანდელი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ძალიან კარგი ნიმუშია დიპლომატიური ტერმინებით მანევრირების, ანუ შეიძლება ადამიანს უთხრა, რომ შენ არ აპირებ ამ ტერიტორიის აღიარებას, მაგრამ მეორე წუთში შეიძლება თქვა, რომ მე ამის გარანტია არ მიმიცია. ეს ნებისმიერი დიპლომატისთვის ეს არის უბრალოდ
ტერმინებით ოპერირება, რასაც აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე დღესაც აღვნიშნე, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ შეხვედრის ასეთი ინტერპრეტაციის გაჟღერება ხდება შეხვედრიდან 7 დღიანი პაუზის შემდეგ, როდესაც 7 დღის მანძილზე ჩვენ რუს კოლეგებს არანაირი შენიშვნა და შეკითხვა არ დაბადებიათ იმ კომენტარებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ სხვადასხვა პირველივე საღამოს გავაკეთეთ. აი ეს 7 დღიანი პაუზა ძალიან ნათლად მიანიშნებს იმას, რომ ეს კომენტარი არის ძალიან სერიოზული, როგორც მინიმუმ შიდა უწყებრივი ან უწყებათა შორისი დაპირისპირების. თუმცა რუსი პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება დღეს განცხადებებიც, რომ მაგალითად გენადი გუდკოვის განცხადება, მე ვფიქრობ, რომ რუსეთში არანაირი უთანხმოება და შიდა დაპირისპირება არ არსებობსო პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. ანუ ერთგვარად დამაბნეველი შესაძლებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ქართული დელეგაცია დაბრუნდა მოსკოვიდან საკმაოდ ისეთი დამაიმედებელი განცხადებებით, გნებავთ იგივე როკის გვირაბისა და ფსოუზე საზღვრის ერთობლივ გაკონტროლებაზე და აქაც არის საუბარი იმაზე, რომ არანაირი საუბარი პუტინსა და სააკაშვილის შორის როკის გვირაბის და ფსოუზე საზღვრის ერთობლივად გაკონტროლებაზე არ ყოფილა. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ინგა და ჩვენ გაგვაჩნია რუსეთის მხარის მიერ გადმოცემული დოკუმენტაცია, რუსული მხარის ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის ამ სეგმენტების ერთობლივი გაკონტროლება. თელ ამ დოკუმენტში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები არც სოხუმი, არც ცხინვალი და არც მათი შესაძლო როლი ამ პროცესში. ეს არის სწორედ ის დადებითი მიდგომა და დადებითი განვითარება, რომელსაც ჩვენ სულ მივესალმებოდით და ვსაუბრობდით, რომ რუსეთი იჩენს სახიაზრის ფარგლებში კარგ და კონსტრუქციულ მიდგომას. ამიტომ დღევანდელი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი კარგ შემთხვევაში ეს არის უწყებრივი ინტერპრეტაცია, ცუდ შემთხვევაში ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან უკვე შეთანხმებული პოზიციებიდან სერიოზულად უკან დახევა, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან ცუდი სტილი და ძალიან ცუდი და თქვენ თუ დაუკავშირდით თქვენს კოლეგებს იგივე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საინტერესოა იცით რატომ? აი ამ გამწვავებული სიტუაციის ფონზე, გნებავთ იგივე კოსოვოს ფონზე, აი განცხადება მაგალითად, რომ რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კულისებს მიღმა არ იმოქმედებს, ეს უკვე საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, ხო? თუ დაუკავშირდით, თუ მოისმინეთ ახსნა განმარტება ან რაღაც მსგავსი? არა, მე დღეს ბატონ ლავროვს არ დავკავშირები ვარ, ეს განცხადება ბუნებრივია, ძალიან შემაშფოთებელია და არანაირი კულისებს მიღმა გარიგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაში არ არის. ამ შეფასებას ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის ყველა უჭერდა მხარს. 15 წელია გაეროს ყველა დოკუმენტში არის ეს პრინციპი მხარდაჭერილი და ყველა ამ დოკუმენტის მონაწილე, მხარდამჭერი და თანაავტორი არის რუსეთის ფედერაცია. ამიტომ ის რომ რუსეთი მხარს უჭერს ან უნდა უჭერდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია ვერანაირად ვერ იქნება კულისებს მიღმა გარიგება ვერც სოხუმისთვის და ვერც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის. ამიტომ ასეთი ტიპის შეფასება მე ვფიქრობ წარმოადგენს ადრე აღებული ვალდებულებების რევიზიის დაწყების პირველ სიმპტომს და პირველ ნაბიჯს. მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან კარგი ურთიერთობების გაგრძელებით და ყველა იმ პოზიტიური ტენდენციის გაგრძელებით, რომელიც მართლაც გამოიკვეთა უკანასკნელ პერიოდში, მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დროებითი რღვევის გამტკიცებისკენ, წაიყვანს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ძალიან ცუდი მიმართულებით და წაიყვანს იმ ჩიხის მიმართულებით, რომელიც პრობლემას შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს ან კავკასიას, არამედ თვითონ რუსეთსაც და ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა იქნება ძალიან რთული. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საღიაზრის ფარგლებში ჩვენი რუსი კოლეგები თავს აარიდებენ ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, მინდა გისურვოთ წარმატება. თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ბაქრაძეს. მე გადმოვდივარ სტუდიაში პირველი შეკითხვით. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩემს კოლეგებს და ყოფილ კოლეგებს, ჩვენ სტუმრებს. რამდენიმე წუთში ჩვენ გვექნება ჩართვა ენგურის ხიდიდან, სადაც იმყოფებიან გატაცებული ჟურნალისტის ოჯახის წევრები. მანამდე კი მე მინდა სტუდიაში მოვისმინო პირველი განმარტებები. როგორ აფასებთ თქვენ, მოდით ოპოზიციის წარმომადგენელს დაუსვათ თქვენი ნებართვით პირველ შეკითხვას. ბატონო პატა, როდესაც თქვენ მოისმინეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ თბილისი დაიტოვებს უფლებას, ვთქვათ პირდაპირ ვთქვათ სპეცოპერაციისას, რა იყო თქვენი დამოკიდებულება, როგორია თქვენი შეფასება, რა სიტყვით? ანუ ომის დაწყების რეალობაა თუ რა ხდება?
მე აქ ოპოზიციის სახელით, ალბათ ჩემი პარტიის სახელით უფრო ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სპეციფიკური თემაა ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გაერთიანებისათვის და მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის მაგალითად მისასალმებელია სპეცოპერაციის ჩატარება აფხაზეთის ტერიტორიაზე და კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, იმიტომ რომ ეს ჩემი პარტიის პოზიცია არის. აქედან გამომდინარე, მაგრამ ახლა აქ დგას საკითხი. პირველ რიგში აქ თქვენ ინტერაქტივის კითხვა არის, რომ თუ რა გზით უნდა განთავისუფლდეს ჟურნალისტი, რომელიც დღეს დაკავებული არის. Რაც თქმა უნდა, პირველი გზა უნდა იყოს დიპლომატიური მოლაპარაკებები, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ ჭრის, შეება მეორე გზა. ეს არის სპეცოპერაციის ჩატარება. კარგით, ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბევრი. მე უბრალოდ პირველი ჩემი შეკითხვა უკავშირდება ისწორით აი ამ განმარტებების მოსმენას. ეს არის სპეცოპერაციის ჩატარება. ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ამ სპეცოპერაციაზე, სავარაუდოზე საუბარი, მაგრამ მანამდე მე მაინტერესებს ბატონ იაკობაშვილს დაუსვა იგივე კითხვა და ბატონ შოთა თქვენს. როგორი შეფასება მივცეთ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას? ეს არის ულტიმატუმი, რომელიც რაღაც კონკრეტულ ვადაში განისაზღვრება, რომ თუ თქვათ რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მოხდება, თუ როგორ მივიღოთ? მუქარა ეს უნდა მიიღოთ ჩვეულებრივად ისევე როგორც ითქვა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა ზომას მიმართავს, რომ საქართველოს მოქალაქემ დააღწიოს თავი უკანონო ტყვეობას. მე მგონი ძალიან ნორმალურად იყო ყველაფერი, პრეზიდენტმა თქვა, რომ ის გამოიყენებს მის ხელს არსებულ ყველა საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. დღეს ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, თქვენი კოლეგა, იმყოფება უკანონო პატიმრობაში. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულიც არის, რომ მან ყველა ზომას მიმართოს, რომ ის განთავისუფლებული მათ შორის სპეცოპერაციასაც. ბატონ შოთა, არის ასეთი შანსი რეალური, ანუ შეუძლია დღეს ოფიციალურ თბილის, რომ აი როგორც ახლა ამბობდა ბატონი თემური, გამოიყენოს ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის სპეცოპერაცია. ესე ღიად ითქვა პრინციპში პირველად, ხო? დიახ. ასეთი პრინციპული იყო საქართველოს პრეზიდენტის სტუდენტების განთავისუფლების დროსაც. ეხლაც ასეთივე პრინციპულია, ამას აქვს შესაბამისი საერთაშორისო განმარტებებიც. მე შემიძლია მოგიყვანოთ საქმე, ესეთი საქმე იყო ილაშქუ მოლდავეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში მოლდავეთს დააკისრეს პასუხისმგებლობა, თანხობრივი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მან არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და არ გაანთავისუფლა პატიმრობიდან დღესდღეობით დაპატიმრებული ილაშქუ და მისი მეგობრები. და ჩვენ დღეს შეგვიძლია, ანუ ჩვენ გულისხმობ ამ შემთხვევაში, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ქართულმა პოლიციამ უნდა განახორციელოს ეს სპეცოპერაცია, თუ კი გახდება საჭირო, შეუძლია? საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის პრეცედენტული და სამართლებრივად ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არის. მეორე არის ის, რომ როგორ იქცევა ქართული მხარე აფხაზებთან მიმართებაში, თქვენ გახსოვთ ზემო აფხაზეთში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, როდესაც ორი რუსი ოფიცერი იქნა ადგილზე განეიტრალებული, სხვათა შორის ეს უკვე პან კი მუნის მოხსენებაშია, რომ ის ოფიცრები არ დაუხრეტიათ და ის საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ, ამას ადასტურებენ ის აფხაზები, რომლებიც იქ იყვნენ, როგორც პან კი მუნის მოხსენებაშია საუბარი. ეს 8 კაცი მიუხედავად იმისა, ისინი ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გაანთავისუფლეს. ხო, მაგრამ აქ არის საუბარი კოდორზე, მე მესმის, თუმცა სოხუმის სიტუაცია ალბათ არის ცოტა სხვა. რამდენიმე წუთში ჩვენ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი და მანამდე მე მინდა პირდაპირ ეთერში ჩავთო ენგურის ხიდი, რუსთავი 2-ის კორესპონდენტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ემა გოგოხია დაგვეხმარება, გავიგოთ რა ხდება ამ წუთებში გატაცებული ჟურნალისტის ოჯახში, ემა საღამომშვიდობის მოგესალმებით. რა ხდება ამ წუთებში? ინგა მოგესალმებით, მალხაზ ბასილაიას დაკავებიდან 72 საათი, ხვალ დაახლოებით დღის 4 საათისთვის იწურება, სწორედ აფხაზური კანონმდებლობით ამ დროისთვის უნდა შედგეს სასამართლო პროცესი და მას უნდა მიუსაჯონ 3 თვიანი წინასწარ პატიმრობა. 3 დღის განმავლობაში ბასილაია დე-ფაქტო უშიშროების მინისტრის იური აშუბას მოადგილის ნუგზარ სვიმონიას ოთახში იკითხება და ჯაშუშობაზე, თუმცა აფხაზურმა მხარემ ვერანაირად ვერ განამტკიცა ჩვენებები და მას შემდეგ რაც გაერო აქტიურად ჩაერთო ამ საკითხებში, ეს მუხლი მოეხსნა ბასილაიას, მას სავარაუდოდ ხვალ ესე საზღვრის უკანონო გადაკვეთას იმჟელებს სასამართლო, რაც ითვალისწინებს 15,000
რუბლით ჯარიმას ან 6 წლამდე პატიმრობას, ხოლო გაეროს განმარტებით ბასილაიას ინტერესებს სასამართლო პროცესზე დაიცავს გაეროს მიერ აყვანილი ადვოკატი. ბოლო მონაცემებით ბასილაია მოინახულა გაეროს მონიტორინგის ჯგუფმა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლებმა. მათ გააკეთეს განცხადება, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ასევე თხოვნით მიმართეს აფხაზურ მხარეს, რომ ხვალ სასამართლო პროცესი გადაიდოს, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. ანუ ამ წუთას არის საუბარი იმაზე, რომ ან 15,000 რუბლი, ან 6 წლიანი პატიმრობა? დიახ, ასე საუბარი ამ წუთას 6 წლიან პატიმრობაზეა, თუმცა გაერო აქტიურად არის ჩართული და ასევე თხოვნით მიმართა აფხაზურ მხარეს, რომ ხვალ გადაიდოს სასამართლო პროცესი და დიპლომატიური მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ჯერჯერობით ადვოკატს არ მოუნახულებია ბასილაია, მას სავარაუდოდ ხვალ სასამართლო პროცესამდე 1 საათით ადრე შეახვედრებენ. დღეს ოჯახის წევრები ასევე ცდილობდნენ აფხაზ ნათესავებთან დაკავშირებას, რომ ბასილაია მოინახულებინათ, თუმცა არ მიეცათ მათ საშუალება. ოჯახის წევრები თუ იმყოფებიან ახლა თქვენს გვერდით, ემა, თუ შეგიძლიათ, რომ ისინი პირდაპირ ეთერში თქვათ გამოვიდნენ და საკუთარი შეფასება რაღაც მიმართვა, რაღაც მსგავსი ჩვენ მათ პირდაპირ ეთერს დაუთმობთ. ჩემს გვერდით იმყოფებიან ახლა დები და ასევე დედა, მათ მე მიმართავ შეკითხვით, რა არის მათი კონკრეტული მოთხოვნა, რა სიტყვით თქვენ აი კონკრეტულად რა სიტყვით? მე ვითხოვ ჩემი შვილი უნებელი დამიბრუნოთ. მე ხვეწები ყველას დიდი პატივი გწევს, ყველა ჩართული ამ საქმეში. მადლობელი ვარ, მაგრამ შედეგს არაფერს არ ვხედავ. ვთხოვთ ჩვენს პრეზიდენტს, მაგის მამა არის, როგორც შვილის მამა არის, იცის შვილი რა არის და ჩემთვის რა ძნელია ამ შვილის დაკარგვა და ვთხოვ ამას დამეხმაროს შვილის გამოხსნაში. არაფერი ისეთი არ დაუშავებია, ბანდიტი არ არის და ჯაშუში არ არის ჩემი შვილი. ვთხოვ ყველას, რომ დამეხმარო, დამეფრად დამიბრუნოთ ჩემი შვილი უნებელი. ემა, თუ შეიძლება ერთი კითხვა მინდა მის დებთან შენი საშუალებით რომ დავსვათ, როგორ წარმოუდგენიათ მათ პირადად, როგორ შეიძლება მოხდეს მალხაზის გათავისუფლება? შესაძლებელია ეს უნდა მოხდეს, თქვათ, მართლაც სპეცოპერაციით, რომელზეც იყო ლაპარაკი ამ 2 დღის განმავლობაში, თუ მათ იმედი აქვთ, რომ კეთილინებით მოხდება და აი დიპლომატიური მოლაპარაკებით, ან გნებავთ იგივე გაეროს ჩარევით, რომელიც ადვოკატს უზრუნველყოფს? მე ამ შეკითხვით გადავალ მის დასთან, მაგრამ როგორია თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მისი განთავისუფლება როგორ შეიძლება სპეცოპერაციით თუ დიპლომატიური მოლაპარაკებით ადვოკატების მეშვეობით, აი როგორ თქვენ როგორ გესმით? მე მგონი კი კიდე მოლაპარაკებ, სხვანაირად არაფერი არ გამ. მე მგონი მოლაპარაკებ. აი კონკრეტულად რა სიტყვით? რას ვითხოვთ, აი ვითხოვთ რომ გაანთავისუფლოთ. საწოდავები ვართ ამ ყინვაში გავიყინეთ. ჩვენ საწოდავი ვარ, 10-ჯერ მეტი საწოდავია ჩემიც. სახლში ვერ მივდივარ, დგავართ. როცა ძმა სახლში არ გეგულებ, აბა სახლში შევა ადამიანი. კარგი, ემა, ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. დიახ, ემა, თუ შეიძლება მე მინდა გადაგიხადო დიდი მადლობა და იმედი გამოვთქვა, რომ მოხდება მალხაზ ბასილაიას გათავისუფლება. ეს იყო ემა გოგოხია, რუსთავიორის კორესპონდენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის წევრები ამ წუთასაც იდგანან ენგურის ხიდთან. მე ვემშვიდობები მათ და კვლავ გადმოვდივარ სტუდიაში ასეთი შეკითხვით, რამდენიმე წუთში ჩვენ ასევე გვექნება პირდაპირ ჩართვა ტელეკომპანია მზის პროდიუსერთან, მათე კირვალიძე ისაუბრებს იმის შესახებ, რატომ იყო ჩვენი კოლეგა იქ ჩასული, გადასული, უფრო სწორედ რა რეპორტაჟის მომზადება იგეგმებოდა და რა განცხადების გაკეთებას აპირებს ტელეკომპანია, თუ კი არ მოხდება მალხაზ ბასილაიას გათავისუფლება. მანამდე მინდა დავსვა ერთი ასეთი კითხვა. მე მესმის, წეგან ამბობდა დავით ბაქრაძე, რომ თავისი შინაარსითო უკვე ეს განცხადებები არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც თქვენ ისმენთ, თქვათ იგივე დავით გამყრელიძის განცხადება, უპასუხისმგებლო განცხადება სააკაშვილის, ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლება შეაფერხა. რა სიტყვით ბატონო შოთა? შესაძლებელი იყო თუ არა, რომ თქვა თუ კი არ გაკეთდებოდა განცხადება სპეცოპერაციის შესახებ, მომხდარიყო მისი გადმოცემა ქართული მხარისთვის? გადმოცემას არავინ არ აპირებდა, მე შემიძლია ამაზე ცალსახად თქვა ნებისმიერი პიროვნება, ვინც ამდაგვარ განცხადებას გააკეთებს.
ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და ყველას მოუწოდებ თავი შეიკავოს ამდაგვარი განცხადების დროს, მით უმეტეს ამ ფონზე, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით აი ბატონი პატას პოზიცია არის სავსებით მისაღები. უნდა იყოს გარკვეული საკითხები, სადაც სპეკულაცია არ უნდა მიმდინარეობდეს ამ საკითხების ეს გარშემო. სპეკულაციაა თქვენი აზრით? არ ვიცი, ახლა მარტო სპეკულაციაა თუ უფრო მეტიც, მაგრამ ამდაგვარ განცხადებას პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ უნდა აკეთებდეს. ბატონი პატა რა სიტყვის? როდესაც პიროვნება არის დაკავებული. ბატონი პატა, ამდაგვარი თქვენ რა განცხადებები მე მომისმენია სტუდენტებთან დაკავშირებით, ამდაგვარი განცხადებები კეთდებოდა მაშინაც და ჩემი შეფასება მაშინაც ამდაგვარი იყო და ამდაგვარი შეფასება ჰქონდა ბატონ პატასაც და ეხლა თუ პოზიცია შეიცვალა, გასაკვირი იქნება. კარგი, დიდი მადლობა ბატონო პატა, თქვენ რა სიტყვით? თქვენ მოისმინეთ აქ თქვენი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ვერსიაც, igიც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით უფრო მარტივად იყო საქმე, მაგრამ შემდეგ გართულდა ამ განცხადების მე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ბატონ ლევანსაც, ბატონ დავითსაც ჰქონდათ აზრად ის, რომ სანამ ეს განცხადება გაკეთდებოდა საუბარი არის სპეცოპერაციამდე, ეს ოპერაციის საკითხთან დაკავშირებით, ყველა დიპლომატიური გზა უნდა ამოწურული იყო, თქვათ, რომ არ გამწვავებული იყო მდგომარეობა. ეს მათი აზრი არის. ახლა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით მე მესმის რომ ყველაზე კარგი გზა არის დიპლომატიური გზა, მაგრამ უკვე სეპარატისტები ისე გათავხერდნენ პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას რომ და ამას მოწმობს თვითონ მოსკოვში ალბათ გახსოვთ ყველას გუშინ ტარას შამბა რომელიც გამოვიდა და თქვა რომ ძალიან შეურაცხყოფელი სიტყვები მიაყენა ქართულ მედიას ხაზი მინდა გაუსვა ეთნიკური ნიშნით და თვითონ აფხაზის კიმის უკან იდგა კამერის მის პარაშამბოს უკან თქვა რომ რასაკეთებდა გაიწია კამერისაგან არ მოჩი კადრში არ გამოჩენილი იყო თვითონ აფხაზებიც კი შეშფოთდნენ იმით რაც შამბამ გააკეთა და ის რამ შამბას განცხადებას მოყვა ის რომ ქართულ ჟურნალისტებს ეთნიკური ნიშნით აკაებენ და დაკითხვას უტარებს ჟურნალისტი მინდა ხაზი გაუსვა ეს არის კრისტიან ბჟანია ვისი ხმაც მე ვიცანი და ვიც კადრში არ ჭას ეს არის ბაგაფშის ადმინისტრაციის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე რომელიც სვამს დამამცირებელ კითხვას რომ თქვენ ვინმე შეურაცხყოფა მოგაყენათ და იქ პასუხი არის რომ კი მითხეს რომ თქვენ ქართველი ხართ ან თქვენ აფხაზი რა ქართველი შეურაცხყოფა არის ხო ხვდებით რა კონტექსტში არის ეს ნათქვამი ეს არის დევნა ეთნიკური ნიშნით მასმედიის წარმომადგენლებისა და ეს არა მარტო ჟურნალისტები დაიწყო ეს დაიწყო იმ ეთნიკური წმენდით რაც მოხდა აფხაზეთში ჩვენ ვთქვათ გავაკეთეთ ამაზე რეაგირებები და არის პარლამენტის დადგენილება ჩემი განაცხადი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართალ სამართალში ცნობილი არის მე გუშინ მიმართე პროკურატურას ჰააგის გადაუგზავნე ფაქსით და დაუმატე ის მასალები ამ მასალებიც იქ იყო რომ უკვე არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობაზე ხორციელდება ზეწოლა აგრეთვე საუბარი არის იგივე აფხაზურ მილიციაზე რომელიც უკანონო სამფორმირებაა და თვითონ პროკურატურას დაადასტურა რომ სამხედრო დაჯგუფება რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას დევნის არამედ საქართველოს მოქალაქე რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე და ჟურნალისტი რომელიც ასრულებდა თავის მოვალეობას გადაიღოს ყველაფერი მას აკავებენ ეთნიკური ნიშნით ეხლა ის რაც კეთდება განცხადება ეს მოსალოდნელი იყო და საუბარი არის თითქოს და უკანონო საზღვრის გადაკვეთაზე ეს არის სასაცილო პირდაპირ შეიძლება ითქვას მაგრამ ამ მეთოდს იყენებენ აფხაზები რომ სხვა გზა მათ არ აქვს დარწმუნებული ვარ რომ გაასამართლებენ აუცილებლად ჯგასაც მე ვხედავ ეხლა და მე ვფიქრობ მე გამოუშვებენ იმიტომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვს. კარგით, როგორ ბატონო თემურ, თქვენ როგორ წარმოგიდგენია თუ კი მოხდება ეს თუ კი შედგება სასამართლო პროცესი, წეგან მოვისმინეთ ემასგან, იგი ამბობდა რომ 6 წელზე შეიძლება იყოს საუბარი, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის გათავისუფლება და მე შემდეგი შეკითხვით ჩემს კოლეგებთან გადავალ, ასევე პირდაპირ ეთერში 2 წუთში ჩავთავთ ტელეკომპანია მზეს გისმენთ. განთავისუფლება მას წარმოუდგენია ისე რომ უშვებენ მას საკნიდან თუ ციხიდან, მერე გადმოდის ის ენგურის ხიდზე უკან და მიდის თავის ოჯახში. ეს არის განთავისუფლება. როგორც მოხდება ეს ყველაფერი, მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება მაინც მოლაპარაკების გზით. ვისა და ვის შორის? როგორი მოლაპარაკება? პირველ რიგში მე მინდა ჟურნალისტებს ვთხოვ, პირველ რიგში რომ ნუ ურევენ სიტუაციას. ის განცხადებები, ერთ წუთას მათ მინდა გეტყვით. ის განცხადებები, რაც გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან მათ საფუძველი ჰქონდათ ამის გაკეთებისა, იმის გამო რომ გუშინ იყო დიდი მოლოდინი, რომ მას უშვებდნენ, ოჯახი მივიდა და ჟურნალისტები მივიდნენ ენგურის ხიდთან და ელოდებოდნენ რომ გაანთავისუფლებდნენ. ჩვენ წინასწარ ვიცოდით ეს ინფორმაცია რომ ცდარი იყო და სამწუხაროდ ცდარი ინფორმაციის გავრცელება არ უწყობს ხელს ჟურნალისტის განთავისუფლებას. არ შეიძლება ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა და არ შეიძლება ზედმეტი
იმის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, როცა ადამიანის ბედზეა ლაპარაკი. ის არის დაპატიმრებული პატიმრობაში იმყოფება და ვრცელდება ათასნაირი ჭორი მის გარშემო. არ შეიძლება ცოტა გადაამოწმონ ხოლმე ესეთი ინფორმაცია. როგორ უნდა მოხდეს განთავისუფლება? ბატონმა დავით ბაქრაძემ თქვა, შემიძლია გავიმეორო, რომ ჩართულია მაქსიმუმ იმისა, რაც კი შეიძლება იყოს ჩართული. ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას არა მარტო წერილი მიეწერა და განცხადება გაკეთდა, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი ელჩებთან, პირდაპირ სატელეფონო კონტაქტი ხლა მე დეტალებს რა თქმა უნდა ვერ გეტყვით. აფხაზეთში ესაუბრეთ ვინმეს, ჰქონდათ ვინმესთან კონტაქტი, უშუალოდ აფხაზურ მხარესთან? აფხაზურ მხარესთან კონტაქტი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში ეს ორჯერ ორია, რომ ჟურნალისტი უნდა გათავისუფლდეს. აფხაზებმა ჩემი აზრით დაუშვეს შეცდომა, როდესაც ეს ჟურნალისტი არ გამოატანეს გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალურ წარმომადგენელს, რომელსაც ასევე მიმართეთ თხოვნით, რომელმაც ეს საკითხი დააყენა და სამწუხაროდ აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, რომ მაინც და მაინც უნდა გაასამართლონ, ხო? ეს არ არის ჩვეულებრივ ადამიანზე ლაპარაკი, ლაპარაკია ჟურნალისტზე, რომელიც გადაადგილდებოდა სიუჟეტის გასაკეთებლად. გაისმა საკმაოდ უცნაური განცხადებები, რომ ის წავიდა აფხაზეთში პროვოკაციული სიუჟეტის გადასაღებად. ვინ დაადგინა, რომ რა არის პროვოკაციული სიუჟეტი? კაც არაფერი არ გადაუღია და უკვე პროვოკაციული სიუჟეტი გადაუღია. მოდით, მათე კირვალიძეს დავუსვამ მე ამ შეკითხვას, სწორედ იგი ალბათ გაგცემს პასუხს, რა სიუჟეტის მოსამზადებლად იყო წასული ჩვენი კოლეგა, მათე საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერში გვერდება ტელეკომპანიამზე. თუ შეიძლება თქვენი პასუხი პროვოკაციული რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო, რა სიტყვით, რატომ იყო მალხაზი იქ ჩასული, რა რეპორტაჟი უნდა მომზადებულიყო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვეთანხმები ბატონ თემურს, რომ ვინ დაადგინა როგორც სიუჟეტს ამზადებდა მალხაზი, ცოტა სასაცილო ესეთი შეფასება იქ პროვოკაციულთან ერთად ითქვა ტენდენციური. მალხაზი რედაქციის გადაწყვეტილებით წასული იყო აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველების დასახლებულ გალის რაიონში. იქ მცხოვრები ქართველების ჩვეულებრივი ყოფაზე სიუჟეტის მოსამზადებლად და ასევე იმის გადასაღებად, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში აფხაზეთში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო და ეს ამაზე იყო მალხაზი გადასული. ჩვენი ტელევიზიის პოზიცია ამ შემთხვევაში ისევ ისეთია, როგორც იყო გუშინ წინ დაკავების დღესა და არის ურყევი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ყველანაირი პირობის გარეშე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების ძალისხმევა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა და ვიცით, რომ ეს ძალისხმევა მაღალია და ძლიერია, შედეგს გამოიღებს და მალხაზი პირველ რიგში დაუბრუნდება ოჯახს. შემდეგ სამსახურს, ცოტა ძნელია უყურო იმ კადრებს, რაც ენგურის ხიდზე და ზუგდიდში ხდება, როდესაც დედა, მეუღლე, ბავშვი და დები არიან შეწუხებულები და შენ ამ დროს ზიხარ თბილ ოფისში. ჩვენი პროტესტი ვფიქრობთ, რომ ხვალ თუ არ გათავისუფლდა მალხაზი მშვიდობიანი ცივილური ფორმით გაგრძელდეს, აი ეს შემიძლია ამ წუთში გითხრა იმდა. და თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მათე, რა შეიძლება მოხდეს, ვთქვათ, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაიმე პირობა ხომ არ იცით რაღაც ულტიმატუმი იგივე აფხაზური მხრიდან ხომ არ არის? არანაირი ულტიმატუმზე და პირობაზე არ არის აქ საუბარი. ულტიმატუმი და პირობას ჩვენ ვაყენებთ აქეთ ტელეკომპანიებზე, რომ ის დაუყოვნებელი იქნას გათავისუფლებული და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჟურნალისტთა დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ მოგიჩინონ თანადგომა ამ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა ტელეკომპანია მზის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მათე კირვალიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე ვუერთდები მას ალბათ გამეთანხმებით შეკითხვით ჩემს კოლეგებთან, როდესაც ჟურნალისტი საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად არის წასული და როდესაც მას ასეთი ფორმით იჭერენ, აკავებენ და შემდეგ ასეთი მუქარები გვესმის, როგორ ძალიან ძნელია მე ვეთანხმები მათეს, რომ შენ ზიხარ ოფისში და აქედან ვთქვათ აკეთებ შეფასებებს, აქედან აკეთებ რაღაც განცხადებებს, თუნდაც მხარდაჭერა შენი კოლეგების მიმართ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, მაკა, მოდი თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე თქვენი ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაგაკავეს, ვიდრე კონკრეტულ ამბებს გავიხსენებდეთ გადაცემის მეორე ნაწილში, მე ვთქვი თითოეულმა თქვენგანმა გაიხსენოთ ეს, მანამდე შევაფასოთ ეს ყველაფერი. რას ნიშნავს, როცა ჟურნალისტს ასეთი ფორმით აკავებენ? მოგესალმებით და პირველ რიგში არ შემიძლია არ აღვნიშნო ინგა ერთი რამ, რომ მალხაზ ბასილაიას ძალიან კარგად ვიცნობ, მე რამდენიმე წელია მასთან ერთად მუშაობდი და
უნდა აღვნიშნო ასევე ის, რომ ის არის კეთილსინდისიერი პატრიოტი ადამიანი და პროფესიონალი ჟურნალისტი და მას როდესაც ექცევიან როგორც კრიმინალს, ეს სხვა არაფერია თუ არა ტერორიზმი. და არ ვიცი რამდენად შეიძლება მივმართო იმ მხარეს, რომელიც ამ საქციელს ჩადის, მაგრამ მე ვთხოვ, რომ უბრალოდ გონს მოვიდნენ ისინი რა. მალხაზ ბასილაია ასრულებდა საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. ისევე როგორც თავის დროზე შენ ცხინვალში, სადაც მოხდა შენი დაკავება. თენგის პაჭკორიას თუ შეიძლება გადავცეთ მიკროფონი, თენგის თქვენ კარგად ხართ გარკვეული, ვთქვათ იქ რა ხდება სიტუაციაში, როგორც შეიძლება განვითარდეს თქვენი ვარაუდით სოხუმში მოვლენები და თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია აი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რას მოითხოვენ, ვთქვათ, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, რა სიტყვით თქვენ? მე ვიცი რომ ახლა სოხუმში იმ ადამიანებს ვისაც აქვს სატელიტური ანტენა დაახლოებით 50-60 ასეთი მეგობრები მე სოხუმში ვინც უყურებს ამ გადაცემას და სპეციალური ანტენებიც რომლის მეშვეობით უყურებენ მე მინდა მივმართო ახლა სამ პიროვნებას რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოხუმში და ვიტყვი მას რუსულად სერგეი ვასილევიჩ Сергей Миронович Александр Золотинскович я обращаюсь к вам как человек, которого вы хорошо знаете, как человек, который во время войны принимал определенное участие в освобождении журналистов, и грузинских, и абхазских. Поэтому я к вам обращаюсь с просьбой. Первое. Обеспечить достойное, корректное отношение к задержанным. Второе. Найти такую форму, прагматичную, нормальную форму, для того, чтобы их освободить. Формы могут быть разные. Я знаю о том, что вы прагматичные люди, и поэтому задержание журналистов не должно входить в интересы абхазского руководства. Поэтому прошу вас хорошо взвесить все это и обеспечить нормальный выход из ситуации. Радше ეხება იმას, რაც აქ ითქვა, რომ გავრცელდა ინფორმაციები, რომ აფხაზური მხარე აპირებდა განთავისუფლებას. მე ვიცი რომ ზოგიერთი აფხაზი მოღვაწე თავიდანვე როგორც წინა შემთხვევებშიც ამბობდა ამ საკითხების განხილვის დროს რომ ეს ჩვენ არ გვაწყობს საერთაშორისო არენაზე მით უმეტეს რომ ჟურნალისტის დაკავება და ასე შემდეგ მაგრამ უფრო სხვა აზრმა გაიმარჯვა რასაკვირველია მანამდეც იყო ასეთი შემთხვევები ჟურნალისტების და ცნობილი ან არაცნობილი ადამიანების დაკავების. ჩვენ გვახსოვს ყველას ერთად თქვათ იგივე წეგან ბატონმა შოთამ გაიხსენა სტუდენტებთან დაკავშირებით. თენგიზ მე 2 წუთში კვლავ მოგიბრუნდებით. მინდა დარბაზში დავსვა ერთი ასეთი შეკითხვა და მე მაინტერესებს რაც შეიძლება ბევრი ადამიანის პასუხი მოვისმინო. ჩვენ ინტერაქტივში გვაქვს გამოტანილი კითხვა. დღეს საუბრობთ ერთ კონკრეტულ თემაზე. თუმცა ეს არის თემა, რომელიც არის მართლა ყველას ტკივილი, მაგრამ დაკავებული ამ წუთებში ადამიანი, რომელიც ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას. ჩვენ დავსვით ასეთი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება? ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური მოლაპარაკებით, ეს უნდა მოხდეს აფხაზების კეთილინებით თუ ეს უნდა მოხდეს სპეცოპერაციით? რა სიტყვით? მაბადიეთ ვერ ურჩევ პრეზიდენტს, მაგრამ მე გამოვთქვა ჩემ აზრს. ქართული პოლიცია ეს არის ჩვენი შვილები, ძმები და მეუღლეები და როგორ დასრულდება სპეცოპერაცია ჩვენ არ ვიცით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ დიპლომატიური გზით. დიდი მადლობა. თუ შეიძლება გადააწვევით მიკროფონი, ვიდრე დარბაზიდან შემდეგ აზრს მოვისმენთ, მიშა. თუ შეიძლება გადააწვევით მიკროფონი, მე ბატონ თემურთან მინდა შემდეგ ერთი კითხვა დავსვა. ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიუსამძიმრებ. რაც შეეხება იმას, რას ვფიქრობ მე ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ნაკლებად კომპეტენტური ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს, მაგრამ თუ დიპლომატია არ ჭრის, ჩვენ არ უნდა გავრისკოთ და არც ერთი ქართველი ადამიანის სისხლი არ ღირს დაკარგვად. ბოდიში ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ მართლა ესეთი თემა ქართველები ცოტანი ვართ და ერთი ადამიანის სიცოცხლის გამოც კი უნდა გავრისკოთ და ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ. თქვენ ასე ფიქრობთ, რომ უნდა ვიხმაროთ? კი ბატონო, ბრძანეთ ბატონო პაატა, შემდეგ მექნება აქეთ ერთი კითხვა და ისევ დარბაზს მიუბრუნდები. მანამდე მიშა გაარკვევს ვის სურს თავისი აზრის გამოსვლა. მაყურებლის რომელიც ასე საუბრობს, მე მინდა თქვა რომ მე ღებულობდი მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის და ვიცი რა არის სისხლი, ვიცი რა არის თქვა სიკვდილი, ჩემი ოჯახის წევრები დასაფლავებული არ მყავს ეხა
მაგრამ მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, როცა სამშობლო ჭირდება და ეს უკვე დიდი ხანია ვითვლენ ჩვენ ამას და აქ სპეცოპერაცია არ უნდა ჩადარდეს ერთი პიროვნების გამო. სპეცოპერაცია უნდა ჩადარდეს კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თუ ეს საკითხი დადგა, რა თქმა უნდა. და ამისათვის არის ჯარი, ამისათვის არის პოლიცია და არის მეომრები, ვისი ვალიცა ან ჯარზე არ ყოფილა საუბარი, იყო კონკრეტულად პოლიციაზე. აქ არ ეხება კონკრეტულ ჟურნალისტს, ხაზი მინდა ამას გავუსვა. ეს ეხება საკითხი, თუ დადგა ეს და ოდესღაც ეს საკითხი დადგება. კარგი, სხვანაირად ეს ოდესღაც დადგება, მაგრამ ჩვენ დღეს საუბრობთ, მე მესმის ერთი კონკრეტული ფაქტია, ბატონო მიაწოდეთ, თუ შეიძლება. ჩვენ დღეს ერთი წუთით გოგონი არ ისმის თქვენი ხმა, მოგატყვიან ეხავე მიკროფონი. ჩვენ საუბრობთ თუნდაც ერთ ადამიანზე, ჟურნალისტზე, რომელიც ამ წუთებში იმყოფება სეპარატისტების ტყვეობაში, გისმენთ? ვიცით რა არის, ჩემი აზრით ზუსტად ესეთი კონკრეტული მაგალითებით იწყება, ზუსტად ესეთი დიდი არეულობები და ჩვენ თუ ამ ეტაპზე დავთმობთ და რაღაც შეიძლება ზუსტად მერე დაგვანდანაშაულონ. ამიტომ ახლა თან ჟურნალისტის გატაცება ეს როგორც სტუდენტების შემთხვევაში, ეს არ არის კონკრეტული ადამიანის გატაცება, ეს ემუქრება სხვა ჟურნალისტებსაც. ესე იგი ჩვენ არა გვაქვს უფლება გავიდეთ ჩვენ მიწა-წყალზე. ამაზეა საუბარი, თორე ერთი ადამიანის გამო რაღაცის გაწირვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული მაგალითი ჩემი აზრით. კი ბატონო, მიშა თუ შეიძლება გადააწყვეტ, მანამდე მე ისევ გაზეთი ალია მინდა მოვიშველიო, რამის თქმა გსურთ ბატოშოთა, ბძანეთ და ყველამ უნდა იცოდეს, არა ჩვენი სტუმრების გასაგონად ვამბობ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, აქ არანაირი საზღვარი გარდა ადმინისტრაციულისა არ არსებობს, ამიტომ ამ საზღვრის გადალახვის გამო არც ერთი პიროვნება არ შეიძლება იყოს დაკავებული. რაც შეეხება ანალოგიებს, თქვენ კარგად გახსნოთ, თავმოყარე სახელმწიფო ისრაელმა, როდესაც 2 კაპრალი დაკარგა ლიბანის ტერიტორიაზე, დაიწყო ამ კაპრალების ძებნა და ჩვენ სრული უფლება გვაქვს ჩვენსავე ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს რეალურად ფაშისტური რეჟიმი. რომ ისეთი ქმედებები ჩავიდინოთ, რომ სხვა დროს ნებისმიერ სტრუქტურას არ აღეძრას სრული გაიმეოროს იგივე რაც მოხდა ამ შემთხვევაში. კარგით, ისევ ნებისმიერი პიროვნება სტრუქტურა, ვინც წავა ამის წინააღმდეგ, ის მიდის საქართველოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე მესმის ბატონშოთა, მე ისე უნდა გავიმეორო შეკითხვა, მაგრამ საუბარი როდესაც არის სოხუმზე. მე კვლავ გაზეთი ალია მინდა მოვიშველიო, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ვთქვათ იგივე სპეცოპერაციამდე მივა საქმე, თუ კი არ წამოვლენ ისინი ამ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებაზე, მე მინდა წავიკითხო საზღვარზე ენგურთანაც და კოდორთანაც რუსი სამშვიდობოები დგანან, რომლებიც ალბათ ქართველ პოლიციელებს არ გაატარებენ, ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, შეტაკება რუსეთანაც მოხდეს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ სპეცრაზმი აფხაზეთში სხვა გზებით შევა და რუსებთან დაპირისპირებას მოერიდება. ბუნებრივია აფხაზებიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილი. რა ძალებთან მოუწევს შეჯახება ქართულ სპეცრაზმს? მე მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით, ბატონო თემო. ეს არის საგაზეთო პუბლიკაცია, მაგრამ ეს არის კითხვები, რომელიც კი, მე ვფიქრობ, რომ მაგ სტატიის ავტორი ბოევიკებს უყურებს, როგორც ჩანს და რაღაც ბევრი ისეთ ფილმები ნახა რა. რატომ თქვენთვის ეს არა, გასაგებია, მაგრამ ეს სახუმარო თემა, შეძლებს ქართული სპეცდანაყოფი, თუნდაც საუბარია იმაზე, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ სოხუმზეა, ხო? მკითხეთ, მაშინ გიპასუხებთ. მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციები როგორ ჩატარდება სპეცოპერაცია, ამას არავინ არ მოგვიყვება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული აქვს ბევრი სპეცოპერაცია და წარმატებული და მე ვფიქრობ, რომ ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ იცის, არის რაღაცები, რაც არ იცის და გასაგებია რატომაც არ იცის. მე მაგალითად ვანო მერაბიშვილისაც ძალიან გამიხარდებოდა მისი პროფესიონალიზმის ასე მაღალი შეფასება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ უნდა ჩატარდეს სპეცოპერაცია, მაგრამ მე მინდა ვთქვა ერთი რამ. ეს ის შემთხვევა, როდესაც დიპლომატიას არ ამოუწურია თავისი შესაძლებლობები და ეს ის შემთხვევა, როდესაც აქ ძალიან სწორად ითქვა, აფხაზურ მხარეს არანაირად არ უნდა აწყობდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი ჟურნალისტზე, არ დაგვაუწყდეს ჩვენ ჟურნალისტზე ვლაპარაკობთ, რომელიც ცნობილი ჟურნალისტია, ეს ხო არ არის ცნობილი ჟურნალისტია, რომელსაც კარგად იცნობენ იმ რეგიონშიც, რა თქმა უნდა დანარჩენ საქართველოშიც და ესეთი ცნობილი ჟურნალისტის დაკავება ეს თავისთავად სკანდალია. ამიტომ ასეთი სკანდალის გადაყვანა კიდე რაღაც სპეკულაციებში, იმიტომ რომ ახლა სპეცოპერაციაზე 7 კაცი წავა თუ სპეცრაზმს გძინავს თუ არა, უბრალოდ რამდენად შეუძლია დღეს აი ამ საქართველოს დღეს აქვს საშუალება
საქართველოს სპეცრაზმებს თუ ასე შემდეგ აქვს საშუალება სპეცოპერაციის ჩატარებისა, მე იმედი მაქვს, რომ სპეცოპერაციამდე ეს საკითხი არ მივიდა. კარგით, დათო ჩხიკვიშვილი იყო ადამიანი. რაც იყო ქალბატონო ინგა, ესეთი სპეცოპერაცია ჩატარდა ზემო აბხაზეთში. კი ბატონო, არ გამოართვათ მიშა იყო ზემო აბხაზეთში ჩატარდა, სადაც ამ სპეცოპერაციის შემადგენლობას ხვდიდა ყველაზე განსაკუთრებული რუსი ორი პოლკოვნიკი, ისინი ნეიტრალიზებული იქნა, განარჩენი განიარაღებული იქნა და სწორედ ეს ტერორისტები დამნაშავეები საქართველოს ხელისუფლება მისი კეთილი ნებიდან გამომდინარე დააბრუნა უკან და ჩვენ შემთხვევაში საუბარია ჟურნალისტზე. ჟურნალისტ თუ არ დააბრუნებს ეს ხელისუფლება, მაშინ მას დე ფაქტო ხელისუფლებაზეა ლაპარაკი, ცხადია შეექმნება პრობლემები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასე სხვადასხვა სტრუქტურების. დიდი მადლობა. გისმენთ და შემდეგ დათოსთან და ნინოსთან კითხვა. მოგესალმებით, ინტერაქტივის კითხვასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი ხო, ეს არის პრინციპში ის ერთადერთი კითხვა, რომლის გარშემოც დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში ვფრიალებ. ჩემი აზრით კეთილინების არ ვიცი, მაგრამ კეთილგონიერების იმედი კი უნდა გქონდეს. იმედია ჩვენ მოძმე აფხაზებში კიდე არის მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ცოტა უფრო ცივილურად აზროვნებენ. მეორე რიგში ალბათ მაქსიმალურად დიპლომატიური გზები, ყველა რესურსი უნდა ამოიწუროს დიპლომატიური საშუალებებისა და თუ ეს წინაური საშუალება არ გაამართლებს, სხვა გზა უბრალოდ არ რჩება. კარგით. სპეცოპერაცია. კარგით, თუ შეიძლება მიშა გადააწყვეტ მიკროფონი და გისმენთ. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. როდესაც საუბარია უშუალოდ აი ამ დაკავებასთან, აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ ჟურნალისტი იყო და ამავდროულად როდესაც ჩვენ საუბრობთ აფხაზეთთან დაკავშირებით და უშუალოდ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ჩვენ გამოგვრჩა რატომღაც სრულხად განვიხილეთ ის, რომ ეს მოხდა დღისით სისით ჟურნალისტის უკანონო დაკავება და ამ მხარეს სუსტად დამკავებელი მხარე ერთ-ერთი იყო რუსი ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში სამშვიდობოები და ვინაიდან მათ ეს ჩაიდინეს კეთილი ინებონ დღესაც და შესაბამისად ამაზე აიღონ პასუხისმგებლობა და ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ მომავალში მოხდეს მისი განთავისუფლება. დიდი მადლობა, არ ყოფილა ბატონი თემური ამბობს, მიშა თუ შეიძლება ჩემს გამარტება შემოვიტანო, ჩვენ ძალიან კორექტულები უნდა ვიყოთ ყველას მხრიდან მიმართებაში. მე უკვე ვთქვი, რომ ბევრი ჭორი ტრიალებს მეთქი ამ ამბის გარშემო. ჩვენ დღენახევარი ვარკვევდით, სად დააპატიმრეს. ეს იყო 200 მეერთე პუნქტთან თუ რა ქვია იმას, პოსტთან, 300 მეერთესთან, უფრო შიგნით. ირკვევა რომ მე არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ბოლო მონაცემები როგორიც არის ლაპარაკია რომ ეს იყო 200 მეერთე პურს კარგა გვარიანად გაცდენილი. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს რომ რუსი სამშვიდობოები არ არიან ამაში მონაწილეები. ყოველ შემთხვევაში სანამ იმ კაცს არ გამოუშვებთ, ჩვენ არ ვიცით ზუსტად და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, მე მაგალითად ყველას ვთხოვდი რომ თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ ეს იქნება მე ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული, თუ ჩვენ არ აქვს კუთხუარი საბუთები რომ იქ რუსები მონაწილეობდნენ, მაშინ ამაზე ჯობია რომ არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ არაკორექტული იქნება ჩვენთვის. რას განიცდიან ჟურნალისტები, როდესაც ისინი აყავთ ტყვეობაში, დათო ჩხიკვიშვილი იყო ადამიანი, რომელიც აფხაზურმა მხარემ დააკავა აფხაზეთის ომის დროს. დათო არ მიყვარს ლაპარაკი და იძულების წესით აღმოჩნდა დღეს ჩვენს გადაცემაში. თუ შეიძლება, მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დავსვა. რას განიცდის ჟურნალისტი იმ დროს? აი დავანებოთ თავი, ვთქვათ, ვინ გატყვევებს, როგორ ხდება და ასე შემდეგ. როდესაც შენ ასრულებ შენს პროფესიულ მოვალეობას და შენ ამ დროს თქვენ გიყვანე. პატარა კორექტირებას გავაკეთებ, ეს იყო ხობში და აფხაზები იყვნენ იქ, მართალია, გაგიკვირდებათ ახლა, იმიტომ რომ ეს ხობი ესე იგი სასწრაფო საკეთ არის, მაგრამ ეს იყვნენ აფხაზები გამოყვანილი იმ დროს რაღაც მეთოდით არ ვიცი. რა თქმა უნდა არ არის ეს სასიამოვნო, მით უმეტეს როცა ავტომატი გაქვს მიდებული კისერთან. ეს არის სტრესი, პირველ რიგში არის სტრესი. და ალბათ როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს უჩნდება თვითგადარჩენის რაღაც მომენტები, იმიტომ რომ პირველ რიგში ფიქრობ იმაზე, რომ გადარჩი ალბათ რა, ეს არ არის დასამალი და არც მალავ ამას. და ისე ეს თემა არის მოსაყვანო, მე რომ მოვუყვეთ ჩემი ისტორია, უბრალოდ მთელ ეთერს დავიკავებ და ამიტომ და მოკლედ რომ მოგვიყვეთ მართლა საინტერესოა ერთი მომენტი, აი როდესაც მიდის ჟურნალისტი რეპორტაჟის მოსამზადებად, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ მალხაზის დაკავებაზე. დავცვალოთ, შეთავაზეთ აფხაზებს, რომ ინგლისში გავცვალოთ ჟურნალისტს.
მე რომ გამცვალოთ. კი ბატონო, შესთავაზეთ. მე რა მინდა, იცი, 100 ადვილად შემეძლები? ყველობაში, ყველბისთვის მიმე. კარგი. ხუმრობ. მე ერთი რა მინდა ვთქვა, როდესაც ჟურნალისტი მიდის ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც ეს არის საბრძოლო მოქმედებები, როდესაც არის სიტუაცია დაძაბული ასე შემდეგ, შინაგანად შენ ხარ ყოველთვის მზად, რომ შესაძლებელია ტყვია მოგხვდეს, შესაძლებელია ტყვე დაგიყვანონ, მაგრამ აი მაინც რაღაც მოულოდნელი ემოციაა, ხო? ხო არ გიფიქრია აი თუნდაც იმ მომენტში, რომ რა მინდოდა, რატომ ვაკეთებდი ამ საქმეს? არა, რა თქმა უნდა, აკეთებ საქმეს და როცა აკეთებ საქმეს, უნდა გააკეთო რა თქმა უნდა 5-იანზე, ხო? ამიტომ მე ფიქრი უკვე რას ვაკეთებდი აქ, რა მინდოდა და მყავდა თუ არა პატრონი საერთოდ, მაგაზე უკვე რა თქმა უნდა არ ფიქრობ. ფიქრობდა თუ არა ნინო გიორგობიანი, როდესაც იგი მინსკში დააკავეს და იჯდა ციხეში რამდენიმე დღეს საკუთარ ოპერატორთან ერთად ბელორუსში. ნინო, რა სიტყვი, რას განიცდის ჟურნალისტი, რომელიც ტყვეობაში აყავთ, რომელსაც სვამენ ციხეში? მე დღეს მთელი დღე მახსენდებოდა, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობთ, იგივე ნანა ლეჟავა, რომელიც ბესლანში ტერაქტის დროს იყო ჩასული, რომელიც იღებდა და შემდეგ დააკავეს და ჩვენ ვიცით მთელი ის ისტორია. ხო, სხვათა შორის ნანა ლეჟავას და ნინო გიორგობიანს მიხეილ სააკაშვილმა გადასცა ღირსების ორდენი, ხო, თუ არ ვცდები. სამწუხაროა რომ დღეს გოგილაღიძეს ჩემს ოპერატორს. აჰა, სამწუხაროა რომ დღეს ნანა ვერ იღებს გადაცემაში მონაწილეობას. რას განიცდის ჟურნალისტი ამ დროს? ანუ სინანულის გრძნობა. პირველ რიგში მინდა ინგა თქვა ის რომ აი დათო იმყოფებოდა მაშინ იმ პერიოდში ხობში ჩემი ბიძაშვილი იყო დავით ბოლქვაძე, რომელიც დახვრიტეს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ლოთი ქობალიამ დახვრიტა. მე დიდი იმედი მაქვს რომ მსგავსი პრეცედენტები აღარ მოხდება. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, როცა ამ თემაზე საუბრობდით და რაც შეეხება რას განვიცდიდი მე ამ დროის განმავლობაში, როდესაც მე დამიჭირეს და დამაპატიმრეს. პირველ რიგში გაგიკვირდება და ვფიქრობდი იმაზე, რომ ვიცოდი რომ ოპერატორმა ეს ყველაფერი გადაიღო და ეს კასტა როგორ გადავარჩინა თქო. და განცდა უკვე იმის ხიბლი ერთგვარი, რა თქმა უნდა, იმაზე თუ იფიქრე, რომ იცი რა, ხა იქ წავალ და შეიძლება ტყვია მომხდეს, ფსიქოლოგიურად ამას ვერ გადაალახავ. იგივე ცხინვალში როცა ვმუშაობდი, როცა მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, იქვე ჭურვით სამწდა, ტყვიებით სამწდა, მაგრამ იმ მომენტში სულ იმას ფიქრობდი, რომ გადაიღო თუ არა ეს ოპერატორმა და გამოვიტან თუ არა ამ მასალას. რაღაც გარკვეული შოკი უკვე მერე მეწყებოდა, როცა ამ სიტუაციიდან გამოვდიოდი და დაპატიმრებას რაც შეეხება მაშინ ვიგრძენი ეს ყველაფერი, როდესაც ციხის საკანში შევედი და უკიდან კარი მომიჯახვნეს. აი მაშინ ჩემ თავთან მარტო დავრჩი. კარგი, თენგიზი ითხოვს სიტყვა, შემდეგ მაკა გიგაურს გადავცემ. სხვადასხვა აი თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე ინგა და პასუხებიდან მინდა ვთქვა, რომ დღეს ბევრმა დამირეკა და მეკითხება რა უნდოდა იქო. სხვათა შორის ეს გარკვეულ ნაწილში არის, მაგრამ ხიბლი იმაშია, არა მარტო ჟურნალისტები დადიან აფხაზეთში, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელსაც უნდათ მოინახულონ თავისი სახლი და ამ ისტორიას, დაკავების ისტორიას, აქვს პრეისტორია 1 წლის განმავლობაში აფხაზური პრესის მონაცემებით ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ ბაღაფშს, ანქვაბს, შამბას და ხელისუფლებას მთლიანად იქაური ოპოზიცია იმისათვის, თუ რატომ დადიან აფხაზეთში, განსაკუთრებით ზაფხულში, ქართველები საქართველოს სხვა რეგიონებიდან, რუსეთიდან და ასე შემდეგ. რამდენიმე დიდი სტატია დაიბეჭდა აფხაზურ პრესაში. ანუ ოპოზიციას აქვს ეს განწყობა, რომ რატომ აძლევთ უფლებას ნებართვას, რომ ჩამოვიდნენ ზაფხულში განსაკუთრებით ასეთი სტატიები დაიწერა, რომ грузинская речь звучит на набережной Сухуми, они ведут себя вызывающе и громко говорят на грузинском языке. ასეთი მომენტი არსებობს. და რასაკურველი ამ ფონზე, როცა შიგნით ეს ამბები ხდება, ამ სიტუაციაში ალბათ ხელისუფლებამ, აფხაზურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმტკიცე ამ ფორმით. თუმცა ვამბობ, რომ ეს მათთვის მოსაგები არ არის. რაც შეეხება ჟურნალისტებს ან სხვა კატეგორიის ხალხს, ვინც იქ დადის, სხვადასხვა მიზეზების გამო და მე მახსენდება 96 წელი, მე თავის დროზე გავაკეთე ამაზე სიუჟეტი. 12 და 10 წლის ბიჭები, დევნილები, ბიჭვითიდან თბილისში მცხოვრები წავიდნენ აფხაზეთში, ზუგდიდამდე ჩავიდნენ, მერე ფეხით, მერე მანქანით, ტრაქტორით, ასე შემდეგ და აღმოჩნდნენ ბიჭვინთაში, ნახეს სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. და მერე რომ მიხვდნენ, რომ დაიჭერდნენ, შეაღწია სადღაც სანატორიუმში და გაერომ გამოიყვანა. ეს არ იყო გახმაურებული ამბავი იმ დროს, მაგრამ ეს დიდი სურვილია, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ზუგდიდში იყო და არ კონდეს სურვილი იქეთ
გადახვიდე ნახო რა თავის თავაცხადია, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის ჟურნალისტზე. თენგიზ, თუ შეიძლება მაკას გადააწოდეთ მიკროფონი. ერთ ბოლო ფრაზას ვიტყვი, რაც შეიძლება, ვინც კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება არ იყოს ის უკანასკნელი, ვინც აღმოჩნდება, მე ურჩევდი ამ სიტუაციაში. იმავე წუთში დაიწყო ლაპარაკი ფეხბურთზე, ლამაზ ქალებზე. ეს ის თემებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ვინც შენ დაგიჭერს, აინტერესებს და შეიძლება ამ ცოტა მე ჩემი პრაქტიკიდან ვიცი, რომ შეიძლება ცოტა შეარბილოს სიტუაცია. თუმცა ამ წუთებში სიტუაცია არის ძალიან მძიმე, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი კოლეგა ზის ციხეში და აფხაზური მხარე ამბობს, რომ ისინი არაპირებენ გაათავისუფლონ იგი. მაკა, თუ შეიძლება გაიხსენე შენი ემოციები, აი როდესაც ხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ტყვეობაში აღმოჩნდი შენ. ვეთანხმები ნინოს, რომ ჟურნალისტობას აქვს გარკვეული აზარტი და ყველა ჟურნალისტს ეს არის პროფესიული თვისება, რომ რაც გარკვეულწილად აზარტის მომენტი აქვს, მაგრამ რაც შეეხება დაკავების შემთხვევას არ ვიქნები მართალი რომ არ ვთქვა რომ ძალიან შემეშინდა, მით უფრო როდესაც გესვრიან მართალია ჰაერში, მაგრამ იარაღის ჯერს გესვრიან და გაიძულებენ რომ დაწვე, დაყარო შენი პირადი ნივთები, მათ შორის კასეტა, მიკროფონი და ასე შემდეგ. და თან გაკავებენ ისეთი ადამიანები, უბრალოდ სამხედრო ფორმასაც ვერ ცნობ. დღემდე არ ვიცი ის ორი ადამიანი, ვინც ჩვენ გვესროლა, ვის წარმოადგენდა რეალურად. ეს იყო დე-ფაქტო პოლიციის ნაწილების წარმოადგენლები თუ მილიციის უпроსორეთ თუ უბრალოდ შეიარაღებული ბანდიტები იყვნენ ესენი. აქედან გამომდინარე შიშის ფაქტორი ბუნებრივია იყო. მაგრამ ჩემი შემთხვევა გაცილებით მარტივად მოგვარდა იმ თვალსაზრისით, რომ 8 საათის განმავლობაში ვიყავი წინაგარეს პოლიციაში დაკავებული და ახსნა განმარტება დავწერე რამდენი. შიშის მომენტი ბოლომდე იყო? მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ ოფიციალური მსვლელობა მიეცა ჩემი დაკავების ფაქტს, ამის მერე უკვე ნინოსი არ იყოს, ვცდილობდი კასეტა გადამერჩინა, სადაც სწორედ ეს სროლის ხმები იყო ჩაწერილი. აი ნინო რაღაცას მეუბნებოდა, მოგცემ სიტყვას მე ჯერ ბატონ თემურთან და ბატონ თავის შეკითხვასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და კატეგორიულად არ დავეთანხმო ბატონ პატედავითეას, კონკრეტულად ამ ძალისმიერი მეთოდით დახსნასთან დაკავშირებით, ან ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ასეთი შემთხვევების უმეტესი ნაწილი გვარდება დიპლომატიური ურთიერთობები და დიპლომატიური მოლაპარაკებები და იმედს ვიტოვებ, რომ ეს სწორედ ესე გადაწყდება. კარგი, დასო თქვენ რა სიტყვით, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ინტერაქტივის კითხვასთან დაკავშირებით? აი როგორ უნდა მოხდეს, თუ კი ვთქვათ ჩატარდება სასამართლო პროცესი, თუ კი მას მიუსჯიან პატიმრობის 6 წელს და ასე შემდეგ. როგორ უნდა მოხდეს? სიმართლე რო გითხრათ, მე არა ვარ ძალის გამოყენების მომხრე. იმიტომ რომ მგონია რომ ყოველივე რაღაც მოქმედება იწვევს უკუ რეაქციას. ხო ეგრეა. ამიტომ შეიძლება ეს მოყოს უფრო მეტი გართულება მოყოს ამას. აი დიახ, დაასრულე. ამიტომ მე მგონია რომ მაინც ჯობია რაღაც ან მოლაპარაკება ან არაძალა. კარგი, სწორედ დათოს ნათქვამიდან გამომდინარე, მე კვლავ მაგიდასთან გადმოვინაცვლებ შეკითხვით სტუმრებთან. ფაქტი არის ერთი, რომ თუ კი მოხდება რაიმე, მოხდება ასევე უკმოყვება, ასევე უკურეაქცია, როგორც ეხა დათო ამბობდა. აი თუ კი თქვა ჩვენ საუბრობთ იმაზე, მე მესმის არის მთელი რიგი დეტალები, რომელზეც პირდაპირ ეთერში არ საუბრობენ, მაგრამ თუ კი საჭირო გახდება სპეცოპერაციის გამოყენება. ჯერ ისეთი საინტერესოა ის, რომ სააკაშვილის ტონი აშკარად გამოკვეთილად ძალიან გამკაცრებული იყო. მე მაინტერესებს რა სიტყვა თქვენ როგორც მისი გუნდის წევრები, რამ გაუნკაცრა ასე ტონი, როდესაც იგი ვთქვათ სპეცოპერაციაზე საუბრობდა. და კიდევ ერთი, რუსეთი ასე გულგრილი დარჩება, ვთქვათ მოვლენის მიმართ, თუნდაც ეს ოპერაციას პოლიციამ განახორციელოს. ანუ ესე მარტივია, რომ შენ შეხვიდე, შენი კანონიერი უფლება დაიცვა და გაათავისუფლო ადამიანი. მარტივი რო იყოს, ეს ადამიანი უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა და იქნებოდა ჩვენთან ერთად და დღეს ვილაპარაკებდით სხვა თემებზე და არა ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტივი არ არის. რაც შეეხება სააკაშვილის ტონს, სააკაშვილი არის ქვეყნის მეთაური, ეს არის კაცი არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მათ შორის იმაზეც, რომ ამ ქვეყნის ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, ის ვალდებულია გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომელსაც აკეთებს. ეხლა კაცრი იყო, ნაკლებად კაცრი იყო, მეტად კაცრი იყო, მან გააკეთა პოლიტიკური გზავნილი, რაც არნიშნავს იმას, რომ ხვალე ომი იწყება და ჩვენ სადღაც შევარდებით და პარაშუტით ჩავსხართ კიდე დესანტს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამაზე არ არის ლაპარაკი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არის საჭირო ამ თემის ზედმეტი პოლიტიზირება, არ არის ამოწურული დიპლომატიური საშუალებები ბოლომდე.
მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და ალბათ ჩვენ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ აფხაზური მხარე მივაყენოთ კუთხეში და გინდა თუ არა ანეხლა უშებ ან ხვალე ომს ვიწყებ ან რაღაც ესეთი ტონით ველაპარაკოთ. უბრალოდ კი, მაგრამ ფაქტია, როდესაც ამბობს პრეზიდენტი, მოდით აი წავიკითხავ ერთი წუთით, რომ მე მინდა უთხრა სერგეი ბაღებს და კარგად მომისმინოს მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე. ან იგი დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს ჟურნალისტი, ან მე გავცემ კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციის მისამართად გაათავისუფლოს მოტაცებული ჟურნალისტი. ახლა არჩევანი არის ბაგაფში, ამას ვითხოვ დაუყოვნებლივ ყოველგვარი მიკი მოკიბის გარეშე. მიკი მოკიბის გარეშე გეუბნებით, რომ ახლა არის არჩევანი ბაგაფში, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბაგაფში და იმის მერე ვილაპარაკოთ, რას გავაკეთებთ ჩვენ. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული კარგით, მაშინ ასეთ კითხვას დავსვავ ბატონო შოთა მიპასუხეთ, შემდეგ ბატონ პაატასთან რეკლამა და დაასრულებს გადაცემას უკვე დარბაზის სასწრაფო. ულტიმატუმი. რაღაცას დავამატებდი თქვენის ნებართვით. პანგიმუნის განცხადებაში იყო ხაზგასმით აღნიშნული, რომ ქართველი ჟურნალისტები ეწევიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და ამავდროულად და ასე შემდეგ. ძალიან ერჩით რაღაც ამ ჟურნალისტებს. ჟურნალისტი ავრცელებს იმ ინფორმაციას, რაც ჟურნალისტი კი არ ვერჩი, პირიქით ამ შემთხვევაში მინდა მიმართო იგივე გაეროს და ჩვენ ეს უთხარით კიდევაც, ხოთაშენ ჟენევაშიც რომ თქვენ როგორ წარმოუდგენია ინფორმაციის სწორად გავრცელება, თუ ჟურნალისტს არ აძლევა საშუალება მასი თავისი პროფესიული ვალი მოიხადოს და შეასრულოს თავის პროფესიული საქმიანობა, როცა მას იჭერენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გაეროს განხილვის საორგანო აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ გაეროს მოთხოვნა იყო, რომ ჟურნალისტებმა სწორად უნდა გააშუქონ, ჟურნალისტი ვერ აშუქებს, ის ციხეში ზის. ამიტომ გაეროს აქ ოფისი და აქ ყველა საშუალება, რომ მოახდინოს ზეგავლენა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ზეგავლენა თავის შედეგს გქონდა. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა ბატონო შოთა და შემდეგ ბატონ პაატას დაგისვათ ბოლო კითხვა და გადაცემას ბოლოს დარბაზი დაასრულებს. ულტიმატუმი, დავარქვათ ასე, მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი, რომელიც მოვისმინეთ ამ განცხადების სახით. რა ვადას მოიცავს? ანუ მან ისაუბრა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება ჟურნალისტის გათავისუფლება, მაგრამ ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ, აი რა ვადაში ჯდება ეს ულტიმატუმი? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის კანონიერი მოთხოვნა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის, რომ მისი ყველა მოქალაქე უნდა იქნას დაცული. კი, მაგრამ პრეზიდენტის, რომელიც ვერ აკონტროლებს გნებავთ იგივე აფხაზეთის ტერიტორიას. რა თქმა უნდა, ვერ აკონტროლებს და ამიტომ ყველა მხარემ, მათ შორის სეპარატისტულმა რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ მათი ამდაგვარი ქმედებები უკვე არის დასჯადი, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ რეალურ სიტუაციას და არ გამოვლენ რეალური სიტუაციიდან. ეს საერთო კონტექსტს უკავშირდება იგივე კოსოვოს ცნობას, ამ ცნობის საკითხს, რუსეთთან მიმდინარე სიტუაციას. ამასთან დაკავშირებით კიდე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთივე მკაცრი იყო პრეზიდენტი სტუდენტებთან განთავისუფლების დროსაც, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა კადრს მიღმა, უბრალოდ ეს იყო განსხვავება დღევანდელ შემთხვევასა და ამ შემთხვევაში. და სწორედ ამიტომ დავსვი ეს შეკითხვა, თუ კი ეს ყველაფერი ხდებოდა კადრს მიღმა დღეს, რამ გაუმკაცრა ტონი მიხეილ სააკაშვილს იმდენად, რომ იგი საუბრობს ესე ხმამაღლა სავარაუდოდ თუ საჭირო გახდა სპეცოპერა. მიხეილ სააკაშვილი ესეთი ადვილი შესაკითხი ხომ არ არის, ეხლა დაურეკო და ვკითხო. ბატონო? თუ კი მას ექნება ბრიფინგი ან ინტერვიუზე, თუ კი დაგთანხმდება ამ თემაზე, ვკითხავ ცხადია, მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორც მისი გუნდის წევრები რას ვფიქრობთ? რომელიც მოიტან შედეგს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად ესმით აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს. და ამის შედეგი უახლოეს ხანში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ ლაპარაკობ ადეკვატურ პასუხს პირდაპირ გაგებით, მაგრამ მიიღებენ ისეთ პასუხს, რომელსაც რეალური სიტუაცია მოითხოვს. დიდი მადლობა და მე მინდა ბატონო პაატა თქვენ დაგისვათ შეკითხვა, ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ. როდესაც აი ეს ტონი მოისმინეთ პრეზიდენტის, როდესაც პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან არის განცხადებები, რომ თუ არ მოხდება ესე, იგი მიიღებს ადეკვატურ პასუხს. ისინი მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. თქვენ გჯერათ იმის, რომ დღეს შეუძლია ოფიციალურ თბილისს ეს ადეკვატური პასუხი გასცეს. მე მინდა გაგცეთ პასუხი და მინდა ნინოსაც გავსე პასუხი და ვთქვა, რომ ყობა ვერ გამიგო. მე მინდა ვთქვა, რომ მე მხედველობაში მქონდა სპეცოპერაციის ჩატარება მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ტერიტორიის გაწმენდა სეპარატისტებისგან. არა ჟურნალისტის ფონზე, არამედ ჟურნალისტის გაშვება დიპლომატიური მოლაპარაკებათა გზით, რაც არის მთავარი და მეორე. და იმიტომ ვიძახი სპეცოპერაციას, რომ მართლა უკვე დავიღალე 15 წელიწადია.
ეთნოწმენდა ამდენი 1000 დევნილი არის. ხელისუფლება, სეპარატისტული ხელისუფლება გადავიდა იმაზე, რომ ყველა ზღვარს გადააცილა. უკვე ამცირებენ ქართულ ჟურნალისტებს, რომელიც გადაადგილდებიან. ეს უკანონო საზღვრების მოწმენა უკვე მართლა აუტანელი არის და ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამთავრდეს. თუ ვერ გებულობს ეს ხალხი მოლაპარაკება კარგი გზით, თავაზობ ფართო ავტონომიას, თავაზობ ყველაფერს მართო, თუ ამაზე არ მოდიან, ნუ ხა, როდემდე შეიძლება ვითვინოთ და როდემდე შეიძლება გვევაჭრონ ჩვენ. საქართველოს მომავალი არა აქვს. მინდა პირდაპირ ვთქვა, თუ არ დაიბრუნებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. არ აქვს მომავალი. სულ ჩვენი მტრები დაიწყებენ ამით აპელირებენ. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ მე დავბრუნდები და უკვე გადაცემის სულ ბოლო ბლოკში ჩვენ მოусმენ დარბას. მე მინდა გთხოვოთ იყოთ აქტიურები, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის ერთიანობაზე, გაერთიანებაზე არის საუბარი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რას ფიქრობენ პირველი პირები, გარდა იმისა, რას ფიქრობს პოლიტიკური ოპოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მისი მოქალაქეები. რამდენიმე წუთში ეთერში ვარ დაგვეულოთ. პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ბლოკით მე მინდა თქვენთან ერთად გადავხედოთ ჩვენი ინტერაქტივის მონაცემებს, თუ მოხდება ისე, რომ არ გაათავისუფლებენ, უпростоრად როგორ უნდა მოხდეს დაკავებული ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლება, ეს უნდა მოხდეს აფხაზების კეთილინებით, ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური მოლაპარაკებით თუ პოლიციის სპეცოპერაციით. 65% ჩვენი მაყურებლისა ამბობს, რომ მისი აზრით ეს უნდა მოხდეს სპეცოპერაციით, სხვათა შორის მე დამადანაშაულეს ამას წინათ ბატონი ქარქუსოვის რაღაც საპროტესტო განცხადებაც რაღაც ამდაგვარი მივიღე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ გადაცემაში დავსვით შეკითხვა, როგორ უნდა მოხდეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ძალისმიერი მეთოდით თუ მშვიდობიანად, მაშინაც ინტერაქტივში უფრო მეტად უპირატესობა მიენიჭა ძალისმიერ მეთოდს, ასე რომ მე აღმოჩნდი დადანაშაულებული, თუმცა ფაქტია, რომ აი ეს მეტყველებს რაღაც ძალიან სერიოზულ განწყობაზე. ჩვენი მაყურებლის, ჩვენი მოქალაქეების 26%-ის აზრით ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური მოლაპარაკები და მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ შესაძლებელია დატყვევებული ჩვენი კოლეგა გათავისუფლებული იქნას აფხაზების კეთილინებით. მოდით დარბას მივცეთ, სიტყვა გისმენთ. თუ შეიძლება მიშა, გადავაწევთ მიკროფონი და სულ ბოლოს მე ჩემ კოლეგებთან მექნება ერთი კონკრეტული. ძალადობის ყოველგვარი წინააღმდეგი ვარ, ალბათ აქ უნდა დიპლომატიური ურთიერთობები გამოყენებული იქნას მაქსიმალურად და მე მგონი მოლაპარაკებების ამოწურვა საზღვარი არ უნდა ქონდეს. ჩემი პირადი აზრია. ანუ არ უნდა ქონდეს საზღვარი მოლაპარაკებების ამოწურვას. გისმენთ? რასაკვირველია, ალბათ უმრავლესობის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი რომ ჩვენ ყველანი მიუხედავად იმისა, რომ აქ 8% იყო, ვისაც აქვს კეთილინების იმედი, ჩვენ ყველა სურვილი გვაქვს და ვოცნებობთ, რომ ეს იყოს აფხაზების კეთილინება. ჩვენ უმრავლესობას იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით მოგვარებული საქმე და ჩვენ ყველამ ალბათ უნდა ვილოცოთ, რომ არ მივიდეს საქმე სპეცოპერაციამდე. ძალიან დიდი მადლობა, თუ შეიძლება გისმენთ? ინტერაქტივის 65% უჭერს მხარს ძალისმიერ სპეცოპერაციით. ფიქრობს, რომ გათავისუფლება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ალბათ არის ბრძოლობა იმისთვის, რომ ერთმანეთის გულისთვის თავი დავდოთ. ამით დიპლომატიური მეთოდის შემდგომ დაინახოს ჩვენმა მტერმა ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა, გისმენთ? მოგესალმებით. ორი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა იყოს დიპლომატიური გზით, აუცილებლად გამორიცხული ყველანაირად სპეცოპერაცია, მაგრამ მე უბრალოდ ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთ რამეს. აფხაზეთი არის ჩვენი დიდი პრობლემა და ეს ცალკეული დაპატიმრებები თუ ასე შემდეგი ქართული მოსახლეობის დაწესება არის ცალკეული შემადგენელი ნაწილები ამ პრობლემის და ჩვენ ცალკეული შემადგენელი ნაწილებს კი არ უნდა ვებრძოლოთ. აფხაზეთის პრობლემის მოგვარების რეალური გეგმა უნდა დავდოთ და ჩემ და სამწუხაროდ ხელისუფლებისგან მე ამას ვერ ვხედავ. თქვენ გვერდით თუ შეიძლება გადააწვევთ მიკროფონი და შემდეგ კვლავ აქეთ. გისმენთ? მოგესალმებით. პირველ რიგში აქ ქალბატონს დავეთანხმები, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება თუ აფხაზები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და მათი ნებით მოხდება ეს, მაგრამ ჩვენი მხრივ ეს უნდა ეყრდნობოდეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და საერთოდ ისეთ რა არის, როდესაც ვლაპარაკობთ ძალისმიერ მეთოდებზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შედეგები. თუ რა მოხდება ამ შედეგებს? რა მოხდება? მოხდება ის, რომ მათ აქამდე მოხდა ბრძოლას და ომს. ხალხია ცოდვა. აქეთ ფლანგზე კიდევ ერთი რეპლიკა, შემდეგ აქეთ გადმოვინაცვლებ და დაასრულებენ ჟურნალისტები. ბატონ თემურს შეიძლება მიმართო ერთი სიტყვით. ბატონ თემურ, აი არ მესმის როგორ უნდა იყოთ ხუმრობის ხასიათზე, როცა
ეს ადამიანი და მისი მშობლები ასე დღეში არიან. ნუ აი არ ვიცი რა, ძალიან აღელვებული და ხუმრობაზე საუბრობ. აი იმ ხუმრობაზე რემბოს თუ რაღაც ბოევიკებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ინგა გრიგოლია გავცვალოთ და ისინი მოგცემენ ჟურნალისტს. აი უბრალოდ ნამდვილად არ მისმის რა. მოდით მე ყოველგვარი რეპლიკის გარეშე დავტოვებ ამას. ბატონო თემურ, თუ გაქვთ სურვილი კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ბატონს მინდა მიმართო და უთხრა, რომ ჩვენ უკვე 2 ღამეა მუშაობთ ჩემ კოლეგებთან ერთად, თუ არა ვართ ხუმრობის ხასიათზე და სხვებისაგან განსხვავებით, მართლა არა ვართ თბილ ოფისებში გამოწყდეულები და თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენ წიმუშაოთ, მობზანდით და ჩვენ დღიდან დაპატიმრების მომენტიდან მთელი ჩვენი ოფისი დაპატიმრების მომენტიდან არის ამაში ჩართული. კაც შვილი შეეძინა და იმის მაგალითად რომ თავის ცოლთან ყოფილიყო მშობიარობის დროს არ ყვევდა ეს ადამიანი სად არის. და ნუ იძახით ხოლმე ესე რომ ჩვენ ვართ ხუმრობის ხასიათზე და არ გეტყობათ მოდით და იკითხეთ ხოლმე. კარგი, გისმენთ. როდესაც არის სპეცოპერაცია, ეს ბუნებრივია გათვლილი არის შედეგზე და ხელისუფლებას მინდა შეკითხვა დაუსვა. გჯერავთ კი რომ ეს შედეგი მშვიდობიან ჩარჩოებში ჩაჯდება? თქვენ გჯერათ? მე პირადად არ მჯერა. გქონდეთ 1 წუთით მიკროფონი უპასუხეთ, ბატონო შოთა. მე მოვიყვანე მაგალითი სპეცოპერაციის, ჩვენ არ ვამბობთ რომ აუცილებლად სპეცოპერაციაა ჩასატარებელი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლის დაცვა არის უპირველესი ინტერესი ამ სახელმწიფოში. სპეცოპერაციის თვალსაზრისით მე მოგიყვანეთ განხორციელებული ზემო აფხაზეთში, სადაც უნიკალურად ჩატარდა ოპერაცია და ამ ოპერაციის შედეგად პირიქით დაკავებული 8 აფხაზი გამონთახდა. დიდი მადლობა. გსურთ რა? ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ვარიო ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ და თუ დაიწყოს სპეცოპერაცია, მე პირადად ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება შეეწიროს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და სად არის რისკი საქართველოს ამისათვის, იმიტომ რომ უკანონობას, სრულ ქაოტურ უკანონობას ვებრძვით ჩვენივე კანონიერებით, რომელსაც არავინ არ აღიარებს და სად არის ამისთვის საქართველოს. საქართველოს ყოველ დღე გალის ტერიტორიაზე ამცირებენ ქართულ მოსახლეობას. გზად უნდა იყოს საქართველოს, რომ ყოველ დღე გადასულ ჟურნალისტს დაამცირებენ, სცემენ და არაჩვენებენ თავიანთ მშობლებს. ყოველ დღე ეთნოწმენდის შედეგებისთვის მზად უნდა იყოს საქართველოს. ალტერნატივა არის აი ეს. და ჩვენ ვამბობთ, რომ ყველამ გაიგოს, რომ ამ წინააღმდეგობას აქვს თავისი ზღვარი. დიდი მადლობა. ყველა სტრუქტურა, საერთაშორისო სამართალი, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები. ძალიან გაგვიგრძელდა მე მგონი პოლემიკა მოკლედ ძალიან. ამიტომ არის საჭირო, რომ ამ სეპარატისტებმა გაიგონ, რომ ამას აქვს ცუდი დასასრული და გაითვალისწინონ ყველაფერი. მოდით მაშინ განვაცხადოთ, რომ ეს სპეცოპერაცია დასაწყისი იქნება იმისი, რომ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნებას დავიწყებთ ასე თუ ისე მშვიდობიან თუ უმშვიდობო. კარგი, დიდი მადლობა. გადააწევით ბოლო 3 რეპლიკა, მიკროფონს გითხოვთ, ბოლო 3 გამოსვლით. აუცილებლად უნდა მოგვარდეს ერთი პრობლემა, დააბრუნდეს ჟურნალისტი, დააბრუნდეს მალხაზი თავის სახლში, თავის ოჯახში და რეპლიკა რომელიც თქვენ ისროლეთ, ასე ვთქვათ, რომ ეს იმისი მომხრია ხალხო, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება უყურებდეს იმ კადრებს, ატირებულ დედას, ატირებულ ოჯახს და ვთქვათ, ეს იმის მომხრია. მე მგონი ყველასი ჩვენი ერთიანად სურვილია პოზიციისაც და ოპოზიციისაც, რომ განთავისუფლდეს ჟურნალისტი და ამოინახოს ყველა გზა. ძალიან დიდი მადლობა. მე ამით უნდა დავამთავრო, დავასრულო დარბაზთან საუბარი და მინდა რომ დღევანდელი გადაცემის ბოლოს შეკითხვა დაუსვა სწორედ ჩემს კოლეგებს, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ, ისე უკან ბრუნდებიან ხოლმე, თუ კი დროებით შორდებიან ჟურნალისტიკას. აი ახლა ქალბატონმა ბრძანა, რომ ამ წუთასო ჩვენ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ფაქტი არის სახეზე დაკავებულია ციხეშიძის ჩვენი კოლეგა. მე მინდა თქვენთან ერთად მას უსურვო გათავისუფლება, მინდა რომ მშვიდობიანი დღეები უსურვო და რაც შეიძლება სწრაფად და მალე მოხდეს უმტკივნეულოდ მისი გათავისუფლება. და ერთი კითხვა მინდა დაგისვა. ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ რომელიც უყურებს დღევანდელ გადაცემას განსაკუთრებით მომავალი თაობა ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე რისკიანი შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი პროფესია. რას ეტყოდით თქვენს მაყურებელს უბრალოდ? იგივე ადამიანები, რომლებიც იყავით ჟურნალისტიკაში, რომლებსაც გამოცდილი გაქვთ არაერთი მსგავსი ფაქტი და რომლებსაც დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვართ ჟურნალისტიკა. მე რომ მკითხონ, ეს არის ყველაზე უფრო მაგარი პროფესია, რომელიც შესაძლებელია აი ასეთი განვითარებითაც ხდება სხვადასხვა
ეტაპზე ამ წუთას კიდევ ერთხელ ვიტყვი მალხაზი იზის ჯერ კიდევ ციხეში და ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება ეს ყველა. რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი ქართული ჟურნალისტები ვართ და ერთს ვიტყოდი უბრალოდ რომ დრო რომ უკან დაბრუნდეს აბსოლუტურად იგივე ქმედებებს გავიმეორებდი რომ ვიცოდე წინასწარ რამელის. დიდი მადლობა დათო რამე გვითხარი შენ რამე გვითხარი გადაცემის დასასრულს მე მინდა მოკლე ფრაზა ვთქვა მე მინდა უსურვო მალხას რომ დაუბრუნდეს მალე აი ტირალა დედას და დევს მხოლოდ ეს მინდა იმიტომ რომ ჩვენ დავიშლებით დღეს წავალ სახლებში ჩვენი პრობლემები გვექნება ისინი კიდე ედგებიან იქ და იტირებენ დიდი მადლობა მაკა იცით, როდესაც ამ შეკითხვაზე, ინტერაქტივი შეკითხვაზე ვფიქრობ, გამახსენდა ჩემი მდგომარეობა, როდესაც ვიყავი ოსი მილიციელების ხელში. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დამტოვებდნენ. არ ვიცი ეს რა ფორმით მოხდებოდა მოლაპარაკებების გზით, თუ სხვა გზით, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი ხელისუფლება მე იქ არ დამტოვებდა და ყველაზე მეტად რა გამეხარდა, იცით, როდესაც ერთ-ერთი მორიგი ახსნა განმარტების ჩამორთმევის დროს იქ ერთ-ერთ პოლიციოს მილიციელს და მოს მილიციელთან ზარი გაისმა და რამდენადაც შემთხვევით მე მოვკარი ყური ეს იყო ესენი იყვნენ ქართველი სამართალდამცავები და როგორც ჩანდა მათ ჰქონდათ მოლაპარაკება, სატელეფონო მოლაპარაკება და ასევე რა მინდა იცით ვთქვათ სპეცოპერაცია, არ ვიცი შეიძლება მე ექსპერტად ვერ გამოვდგე ამ საკითხებში, მაგრამ სპეცოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებულ ოპერაციას ალბათ არ გულისხმობს. ეს არის სპეციალური ოპერაცია და ალბათ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კარგად იციან ეს როგორ უნდა მოხდეს და არ შეიძლება ეს მხოლოდ განვიხილოთ როგორც შეიარაღებული დაპირისპირება. კარგი და დაასრულებს თენგის პაჭკორია როგორც ჩემი კოლეგა აფხაზეთიდან. გისმენ თენგის? ჩვენზე ნაკლებად ალბათ თვითონ აფხაზებიც არ ნერვიულობენ, არანაკლებად ნერვიულობენ აფხაზებიც, არა მარტო ხელმძღვანელები, არამედ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ნერვიულობენ იმის გამო, რა შეიძლება მოყვეს ამას ყველაფერს. ეს ნამდვილად ზუსტი ინფორმაცია არის, ამიტომ მე დარწმუნებული და მაქვს ეს ინფორმაცია, ისინიც ეძებენ რაღაცა ფორმით გამოსავალს, რომ თვითონ შეინარჩუნონ თავისი იმიჯი და სახელი და ერთდროულად რაღაცა ფორმით მოხდეს ამ სიტუაციის მოწესრიგება. რაც შეეხება ამ სპეცოპერაციას, რომელზეც დიდი აჟიოტაჟი იყო მე გავაგრძელებ ამ აზრს, ჩემი აზრით, ახლა მე არ ვარ დიდი მომხრე საერთოდ სპეცოპერაციების, მაგრამ სპეცოპერაცია არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ქართველი პოლიციელი რაღაცას ჩაატარებს. მე მახსენდება 2000 წელი, გავიმეორებ ამას კიდევ. 2000 წლის გაზაფხულზე სოხუმში საგანგებოდ შეკრიბეს სესია, სეპარატისტთა პარლამენტის სესია. რატომ? იმ დამწვარ შენობაში, 12 სართულის შენობაში, რომელიც ჩვენ ყველა ვიცით ის კადრების მიხედვით, როცა შტურმი იყო 27 სექტემბერს, იმის შემდეგ არ აღუდგენია. რამდენიმე საათის განმავლობაში მე-9 სართულის შუაში იყო გამოკრული ქართული დროშა. ძალიან ანერვიულდნენ, გამოიძახეს მათი უშიშროების ხელმძღვანელი, მოადგილე, ასე შემდეგ და აწნარებდნენ როგორ მოხდა იქ ქართული დროშა. ახლა მე არ დავიწყებ ამის გაშიფრას, ვინ ჩაატარა ეს ოპერაცია, სპეცოპერაცია და არ ვიტყვი ასე. ეს არ იყო სისხლიანი ოპერაცია, ეს იყო დემონსტრირება იმის, რომ ქართული დროშა ფრიალებს. ახლა შეიძლება სხვანაირი მიმართულება მივცეთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ქართველი პოლიციელი ჩაატარებს. აქ შეიძლება სპეცოპერაციის ნაწილი იყოს დიპლომატიური ხერხი, იყოს აფხაზების ხელით, რამდენიმე წლის უკან იყო ფაქტი, რომ აფხაზებმა გააპარეს რამდენიმე ქართველი ციხიდან და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ეს მაინც რამდენიმე დღეში უნდა მოწესრიდეს ეს საკითხი, თვითონ აფხაზებს ხელმძღვანელობას დარწმუნებულობა არ უნდა აწყობდეს ეს და ისინი ამას ხდებიან. ძალიან დიდი მადლობა. მოდით ამით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. მე მინდა შევუერთდე დათოს ნათქვამს და უსურვო პირველ რიგში ჩვენს კოლეგას დროულად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, საკუთარ ოჯახის წევრებს, რომლებიც როგორც უკვე ნახა ჩვენმა მაყურებელმა ამ წუთებშიც დგანან ენგურის ხითან და ყოველ წუთს ელიან, ყოველ წუთს აკეთებენ განცხადებას ყველა მიმართულებით, რომ მოხდეს მალხაზის გათავისუფლება. მე მინდა მას უსურვო მშვიდობა და ვთქვა ერთი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ფაქტი, როდესაც საკუთარი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას აკავებენ ჟურნალისტს, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების არის ჟურნალისტი, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მძიმე არის დანაშაული, როდესაც იგი ხორციელდება ჟურნალისტის მიმართ, რომელიც წასული არის მასალის მოსამზადებლად. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ვიყურეთ. ვიყავით ჩვენთან, ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს, ზუსტად 22 საათზე, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.